მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ბატონი ზაზა შათირიშვილი და ჩვენ ვისაუბრებთ დიდ პოლიტიკაზე, კერძოდ ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომსაც ბუნებრივია განვიხილავთ და ეხლა კიდე მინდა მივესალმო ზაზა, მოგესალმები მოგესალმები ნიკა. და შენიშნებართვით ჩვენ საუბარს მცირე წამყვარებას გავუკეთებ ცნობილი ორველის ცნობილი რომანიდან 1984 და აი ეს პირველი სამი თეზა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვერ წარმოვიდგინე თუ 49-შია ხო ზაზა მე მგონი ეს რომანი დაწერილი თუ არ მეშლება. მე ნუ მოკლედ სადღაც ეგრე ხო და ვერ აი რას ვიფიქრებდი რომ ეს როგორც ანტიუტოპია იყო თავის დროზე და 21 საუკუნის 2026 წელს აი ეს ძირითადი სამი თეზა რაც ამ რომანს წაუძღვება გახდებოდა ესეთი რეალური და რაზე მაქვს საუბარი ის რომ ომი მშვიდობაა თურმე რომ თავისუფლება მონობა რომ უმეცრება ძალა და მე მგონი სავსებით შეესაბამება ჩვენს რეალობას გამომდინარე იქიდან რა პოლიტიკას აწარმოებს ამერიკის შეერთებული შტატები, თავად ისრაელი და დანარჩენი კიდე ზაზა გავშალოთ ეს თემა. კი ბატონო. ორველიდან თუ დავიწყებთ, ახლა მე მინდა მაინც გავიხსენო ჩვენი აი ეს პერიოდი, როდესაც ჩვენ ორველის ავიკითხეთ და ეს არის პერესტროიკის პერიოდი იყო, როდესაც მე პირველად დავიკითხე ორველი და უკვე შემზადებული ვიყავი მერაბ მამარდაშვილისაგან, რომელიც ორველს განიხილავდა როგორც ტოტალიტარული აზროვნების ქრონოტოპოსის და ესეთი სისტემის ერთ-ერთ საუკეთესო გამოხატულებად და მას მეაჩნდა, ახლა მე ამას მამარდაშვილის ინტერპრეტაციით ვამბობ, ეს არის 84-85 წლები, ანუ რეალურად ჯერ პერესტროიკა არც არის დაწყებული. საბჭოთა პერიოდია და ნუ თავის ლექციებზე ის უფლებას აძლევდა თავს ელაპარაკა ჩვეულებრივად. ეს ჯერ პერესტროიკამდე აძლევდა. ეს არის 84 წლის 84 წლის და სადღაც სექტემბერში დაიწყო და ამთავრა 85 წლის მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისი. ანუ პრაქტიკულად ეს პერესტროიკა არ არის შესული თავის იმაში, ასე ვთქვათ. ხო და არა, ყველაფერს უფლებას აძლევდა თავს, შეიძლება ითქვას, თუმცა ლექციები იყო პრუსტზე. მე გამოქვეყნდა ეს მისი ციკლი. ნუ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ეს ორჯერ წაკითხული ციკლი ეკითხა იმაში რა ქვია თეატრალური ინსტიტუტში, მეორე წაკითხა უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მეორადი პროფესიების ფაკულტეტი იყო ესეთი პერიოდი, სადაც ასევე რაღაც ისეთი უაზისივით იყო. რო გითხრა ახლა ჩემი გადასაღები, რა თქმა უნდა, ნუ ძალიან ყველანი საშინლად ანტისაბჭოთა ვიყავით თითქმის და არანაირი ცენზურა არ იყო საუბრებში და იმაში მე საერთოდ ხედავდი რომ რეჟიმი არის ძალიან მოხანყალებული რო გითხრა. მაშინ არ ვიცოდი რამდენი ხანი გაძლევდა, მაგრამ არანაირი შიში არ იყო, თქვა და ასე ახლა იმ წლებში. ახლა ვიღაცები შეიძლება უფრო ადრე ვიღაცებს ჰქონდათ, არ ვიცი ხო. მე ვამბობ აი 83 წლიდან 88 წლამდე ვსწავლობდი კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტზე და როგორ გითხრა, ნუ არ მქონი არანაირი, ასე ვთქვათ, ის სისტემის რაღაცა
ну ძალიან ჩანდა რომ აი ძალიან მოფამბალებული იყო ყველაფერი და პერესტროიკას დაიწყო რომ იტყვიან და ასპირანტურაში რომ ვიყავი უკვე 9 აპრილიც მოხდა. ну ხო და მამარდაშვილს რატო ახსენებ ამდენ ხან რატო ვაპარაკ ბორუელზე. მამარდაშვილი განხილავდა აი ამ საბჭოთა სისტემას როგორც სხვაგვარი აზროვნების შეუძლებლობას. არა ის რომ რაღაც აკრძალულია, არამედ ის რომ თავში არის უკვე რაღაც ანთროპოლოგიური კატასტროფა მოხდა. სხვათა შორის მას მიაჩნდა რომ საერთოდ პირველი მსოფლიო ომის მერე ყველგან მოხდა ეს ანთროპოლოგიური კატასტროფა. მათ შორის ევროპაშიც და ამერიკაშიც. მაგრამ იქ მაინც რაღაცა შენარჩუნდა უფრო აი ევროპული რაღაცა ეს მომენტი, ტრადიცია, ქრისტიანობა, ეს მომენტი თქვათ ასე და რუსეთში არა, საქართველოს აი რუსეთს და საქართველოს ძალიან განასხვავებდა. აი ხო საქართველოს მიმართ ოპტიმისტური იყო, რუსეთის მიმართ არა. და ბოლოს უკვე საქართველოს მიმართაც დაკარგა ეს გამცდა. აი ბოლო რამდენიმე თვე განსაკუთრებით გამსხურდას მე მახსოვს მისი ერთ-ერთი ლექციიდან ამონარიდი სახელმწიფოსა და პირად თავისუფლებას შორის გამიჯვენოს რაკეტა. და ის ამბობდა რომ აქაც ესე იგი მოგვერია ეს რუსული სემი. სხვათა შორის საბჭოთას მაგრამ ძალიან შეიძლება რუსულს ამბობდა და ეს ამბობდა რომ ეს რუსულია, თუმცა ეს არ არის კლასიკური იმპერიაო, ამასაც აქ არ იყო ეს ქსენოფობიური და რუსოფობიური მომენტი რუსი ხალხის მეშვეობით. თუმცა მეტაფიზიკურად, ანუ მე ესე ვიტყოდი, აქ იყო არაიმდენად ეს ეთნოგრაფიული, აი, რაც ახლა დღევანდელობისთვის არის დამახასიათებელი ჯენზისთვის, რომ აი რუსი როგორც ცუდი აქ იყო რუსულზე, როგორც მეტაფიზიკურზე. და სხვათა შორის აი ჯენზის ნაირსახეობისგან მოხდა, მაშინ იმდროინდელი ჯენზისგან ბევრი მოხდა. მამარდაშვილს და ფაქტობრივად ამას ემსხვერპლა. გარკვეული აზრითაც შეიძლება ესე ითქვას. ხო და აი ეს მომენტი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ის იმასაც ამბობდა, რომ იქ სამი ქრონოტოპოსია, სამი ქვეყანაა და სამივე სარკისეულად ირეკლავს ერთმანეთს. ანუ მარტო საბჭოთა კავშირზე არ არის, თქვა და ასე. ეს ამ მომენტსაც აღნიშნავდა. მე მის მერე ორველი არ გადამიკითხავს, მართალი გითხრა. და საზოგადოდ მე მგონია რომ ეს აზრი მამარდაშვილის და თვითონ ორველისაც არის საკმაოდ გნოსტიკური, არა ქრისტიანული. ანუ რას გულისხმობ? ქრისტიანობის მიხედვით სამყარო ყოველთვის აი რუსულად რო ვთქვათ, მირ ვაზილე ლიჟით. სამყარო ყოველთვის ესეა რა. ეხლა თქვენი დროა და მეუფება წყვდიადისა. ესეა. აქედან გამომდინარე. ვერ ვიტყვი რომ რაღაცა დრო უკეთესია, რაღაცა დრო უარესია. ქრისტიანული პოზიციიდან უფალი ჩვენი იესო ქრისტე ისევე არის ახლოს ჩვენთან, როგორც პირველ საუკუნეებში თავისი განკაცების დროს. როგორც წმინდა მამა იოანე ოქროპერი ამბობს, დღევანდელი ევქარისტია, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, არის ზუსტად ისეთივე, როგორც ქრისტემ მოამზადა. ახლა ჩვენ კათოლიკები ნების კვირაში ვართ და დღეს არის ნების სამშაბათი და აი ეს საკითხავი არის, რომ აი იუდას აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისტორია გზასაწყისი და დასაზრული ის ღმერთმა შექმნა და ბოლოს ღმერთთან დაბრუნდება ეს ყველაფერი და დასრულდება ყველაფერი მეშვიდე დღით, ანუ ახალი ზეცახალი მიწა. მაგრამ ამავე დროს მოვალს, მაგრამ აწვიარს. ლოცვაში, ევქარისტიაში და ლიტურგიაში შენ უფალი გეძლევა ყოველ წამს, ყოველთვის. ამას წმინდა მამა უკვე ლათინი, ანუ გაყოფის შენ ბერნარდ კლერვუელი მე-11 საუკუნე, ბერნარდ კლერვუელი უწოდებს ამას ქრისტეს მესამედ მოსვლას. ქრისტეს პირველი მოსვლა ეს არის, როცა ის განკაცდა, ჯვარს ეწვა და ამაღლდა. მეორე არის, როცა აი საუკუნეების ბოლოს მოვა მეორე, მაგრამ მესამედ მოდის ყოველთვის. როცა შენ ეს
გინდა რომ საშუალო ანუ მისტიკური და ესეთი ლოცვითი თვალსაზრისით. ხო და ასე რომ მე ვიტყოდი რომ ეს ტოტალიტარიზმის იდეა რომ რომ არსებობენ არის რაღაც დროები რთული დრო რომელიც რომელიც ერთდროულად ყოველი დრო თან არის რთული ძნელი მაგრამ თან არის სიხარულით აღსავსე გააჩნია შენ სად გახარ ანუ რამდენად ხარ მამარდაშვილს ამას უწოდებს მაგრამ ცნობიერებაში ყოფნას მე ამას დავარქმევდი სულით მინდაში ყოფნა დაუშვათ ბავშვად არა ნამდვილად აქედან გამომდინარე თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ უნდა განვასხვაოთ ის ქრისტიანობას აქვს თავისი ისტორიის ფილოსოფია მაგრამ ეს ისტორიის ფილოსოფია არის ძალიან ესეთი უცნაური ეს იწყება ნეტარი ავგუსტინედან და თან ახლა გაითვალისწინე რა საინტერესო რაღაცა მოხდა ეს პირდაპირ არ ემთხვევა აღმოსავლეთის და დასავლეთის გაყოფას თუმცა მე არ გამოვირიცხავ რომ ამას შეიძლება რაღაცა როლიც ითამაშა მეტაფიზიკურად რას გულისხმობ მოხდა ისე რომ რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილი დაინგრა აღმოსავლეთი ნაწილი არ დაინგრა ჩვენასაც ბიზანტიას ვეძახით და რომის იმპერია თავიანთ თავს ისინი ეძახიან რომაიოი ძველ ქართულ წყაროებში მათ ქვია რომნი შენ მათთვის რო გეტყვი შენ ბიზანტიელი ხარო საერთოდ გამოშტერდებოდნენ რა ბიზანტია არის პატარა ადგილი რომელზეც შემდეგ სადაც აშენდა კონსტანტინოპოლი მე-15 საუკუნეში მე-16-17-18-დან უფრო იტალიელმა ჰუმანისტებმა უწოდეს ბიზანტია მე აიტას ბიზანტია რომ განესხვავებინა რომი არის დასავლეთი ბიზანტია არის აღმოსავლეთი ეს ნონსენსია ანაკრონია აქედან გამომდინარე მოხდა ეგეთი რაღაცა დასავლეთი ნაწილი დაინგრა აღმოსავლეთი გადარჩა მაგრამ იუსტინიანემ როდესაც მე-6 საუკუნეში 500 მე-6 საუკუნის ასწლებში იუსტინიან თორსტები გარდაიცვალა 500 შეგვიძლია ვნახოთ გროგშიც და ყველაფერს მაგრამ რადგან ესე საუბრობთ არ არის საჭირო სადღაც მე ის შეეცადა გაეკეთებინა რენოვაციო იმპერიი გადავიდა დასავლეთ ნაწილში და იქ მაშინ გერმანელი თეოდორი ხმა შექმნა სადღაც ესე დაახლოებით მე-5 საუკუნის 10-20 წლებისთვის ესეთი უცნაური სისტემა იყო ბოლო იმპერატორი რომაელი რომულუს ავგუსტულუსი ქრება იკარგება და თეოდორიხი ხდება ფაქტობრივად იმპერატორი ანუ ის შეეცდება რაღაცნაირად სისტემის შენარჩუნება ზოგადად როგორ ოფიკიუმი და ჯარი ესე იგი ბიუროკრატია ლათინური ხავს და ჯარი გერმანული ლათინი არ შეიძლება იყოს ჯარში გერმანელი არ შეიძლება იყოს ბიუროკრატიაში ესეთი სისტემა გარდაიცვალა ამის მერე მოვიდა ხო ამის შემდეგ იუსტინიანე შეეცადა რომის იმპერიის აღდგენას და აღადგინა კიდეც ჩვენს ბავშვობაში გახსოვს იყო ეგეთი ფილმი რომისათვის ბრძოლა რუსული პრაკატი იყო ბიტვაზა რომ რა ბიტვაზარი იმ ბოდიში აი ეს სწორედ იუსტინიანე და იქ ნერსესი და ფელისა ხო ველიზარიუსი არ ნერსეს მე სხვა იმაში უმნეს მანდარი ველიზარიუსი და მოკლედ თელის იყო და ჩვენ ცოტა უცნაურია იმიტომ რომ რაღაც ძალიან ისეთი პერიოდი იყო რა მე-6 საუკუნიდან და თუმე იუსტინიანე ანუ რის თქმა მინდა 410 წელს როდესაც პირველად აიღეს რომი ქალაქი რომი ალარიხმა და ნახევრად დაანგრია ეს იყო პირველი დიდი შოკი და ნეტარმა ავგუსტინემ რომელიც ორივე ეკლესიის წმინდანია წმინდა ავგუსტინემ მართლმადიდებლურ კალენდარში არის სპეციალური დღე ქვია ნეტარი აგვისტინეს ხა ძველ ქართულაზე ეს აგვისტინე ნეტარი
ეს წმინდა ნაწილთა ამოყვანება. ხო და დაწერა ამაზე მთელი უშველებელი ტრაქტატი De Civitate Dei, უფლის ქალაქისათვის. სადაც ეს არის პირველი ტექსტი, სადაც არის მოცემული ქრისტიანული ისტორიის ფილოსოფია და ისტორიის თეოლოგია. და ეს 7 პერიოდი გამოყოფილი და ჩვენ ვართ ამ მე-7 პერიოდში, ანუ ქრისტეს ამაღლებიდან ქრისტეს მეორე მოსვლამდე და ჩვენ გვეგრძელება გამოთვლა, როდის მოვა უფალი. ეს მისი მაცხოვარი 40 წლის განმავლობაში როცა ეჩვენებოდა თავისი მოწაფეებს, ეუბნებოდა რომ თქვენი საქმე არ არისო გამოთვლა და დღეები და დროებიო. თქვენ უნდა წავიდეთ იქადაგოთ ქვეყნიერების ბოლომდე კიდემდე ძოქართულად ისა რა ქვია სახარება. აქედან გამომდინარე ქრისტიანული დრო ისტორიის არის ძალიან უცნაური. წარსული აწყო და მომავალი, ესე კი არ არის. ყველაფერი არის რაღაცნაირად ერთად. ეს წარსული ქრისტეს ჯვარს ამაღლება არის ჩვენს წინ ევქარისტიაში, იმ ღამეს რომელსაც მიეცემოდა მიიღეთ და სჭამეთ ამისაგან ყოველ და ჩვენ მის სისხლს ვსვამთ, მის ხორცს ვჭამთ. ანუ ეს ჩვენს თვალწინ არის, მაგრამ ასევე მომავალი აქ არის, იმიტომ რომ მოვალს მაგრამ მაწვერს და იქ არის ლიტურგიაში ესეთი სიტყვები ჯვარს მოძებნ თუ ანუნციამუს სიკლუსას შენსა მოძებნ თუ ანუნციამუს ვაღი და სიკლუსას შენსა ვაუწყებ უფალო და აღდგომასა შენსა ვაღიარებ ვიდრე მოხვიდოდე. ეს არის პავლეს ეპისტოლედან არის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. აქედან გამომდინარე, ესე იგი, ჩვენ ვართ დროთა სისავსეში. ქრისტე არის ჩვენთან და მე თქვენთან ვარ ვიდრე საუკუნის აღსასრულამდე. მათ ესახებაში ბოლო სიტყვებია. ჩვენთან არის ევქარისტიაში, ეკლესიაში ევქარისტიული ლიტურგიის საკითხი, რომელიც ყოველდღე სრულდება ეკლესიაში. ლათინურში ყოველდღე, აღმოსავლურში კვირაობით. და მოვა, მაგრამ უკვე აქ არის. თუ შენ ამაში ცხოვრობ, შენ ხედავ ისტორიის, შენ მოკლედ ესე ვიტყოდი, შენ შინაგანად იწორეთ ისტორიის დასაწყის და დასასრულს ერთ აწმოში. მაგრამ ამავე დროს არის ადამიანური ცხოვრება, ხო? ესე იგი, წუთისოფლი რასაც ქვია, ამები ხდება, რაღაცა ხდება და გვიხდება ჩვენც რაღაცნაირად აზროვნება, რა ხდება ჩვენს გარშემო, აგერ ირანი, აგერ ამბავი, აგერ ისა. და ნუ თან მოხდა ესეთი ამბავი, რომ გაჩნდა რენესანსიდან მოყოლებული ის ჩაითვალა, რომ აი არსებობს რელიგიური და არსებობს სეკულარული და გაჩნდა ვოლტერის ისტორიის ფილოსოფია, ჯან-ბაპტისტა ვიკოს ისტორიის ფილოსოფია, ჰეგელის ისტორია, რომელიც შეეთანხმებინა ერთმანეთთან განმანათლებლობა და ქრისტიან. მერე მარქსიზმი, რომელიც უარყოფს ტრანსცენდენტურს და ღმერთს, მაგრამ რაღაცით ძალიან გავს აი ამ ბიბლიური ესქატოლოგია. როგორი მომენტია, აი გაპიროვნება რომ მოუხსნა სარწმუნოებას, აი ეს სწავლებაა ფაქტობრივად რა ეს. მიწაზე რომ გაიტანო. მიწაზე გადმოიტანა, მაგრამ აღსანიშნავად და ეს არის რა, აი ბოლოში რო ისიქნება რა. დამყარდება მართალთა სამეფო, ანუ კომუნიზმი, ხო? კომუნიზმი. ნუ ფუკუიამამ ყველაზე მაგარი რას გაკეთა, იმან თქვა დადგა უკეო რა. ლიბერალური დემოკრატია არის კომუნიზმი. და всё, ისტორია დავტარდა. ანუ მე-7 დღე დადგა. მაგრამ ხო ის აუწრება. ჯერ ეს 9/11 მერე, რა ქვია, აღლაპარაკობს სერბეთის ომი, ერაყი, 9/11 მან ამათ შორის, მერე ეხლა რაც ხდება, ხო? ბოდიშიც მოიხავდა უკვე ამ რომ მე ვიჩქარებ ისტორია არ დამთავრებულაო. ანუ
ფუკუიამა რას გულისხმობდა ისტორიის დასასრულს? გულისხმობდა იმას, რომ ლიბერალურ დემოკრატიას კომუნიზმის მარცხის შემდეგ ალტერნატივა არ აქვს. აღმოჩნდა, რომ აქ, ანუ ლიბერალური, ჩვენ უკვე 10 წელია ვამბობთ, 2016 წლიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ ლიბერალური პარადიგმა სრულდება. აი ეხლა ეს ჩვენს თვალწინ უკვე ეს პროცესი დაიწყო, დასასრულის დასაწყისის. ანუ რა, მან დაკარგა შინაგანი ლეგიტიმაცია. და არ და ძალიან საინტერესო მომენტი, სხვა შორის პირველად ხდება ამერიკის ისტორიაში, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამერიკის მოსახლეობის მხარს უჭერს ირანს. ეს რამეს არ გაგონებს? ავღანეთის ომის დროს ჩვენ ავღანელების მხარეზე ვიყავით საბჭოთა კავშირში. არა მარტო კარგად მახსოვს ეს კი. არა მარტო ქართველები სხვა შორის. არა მარტო ქართველები, მოსკოვური ინტელიგენცია, შეგეთქვი, და ძალიან დიდი ნაწილი იყო სრულად გულგრილი ამ ავღანეთის კონფლიქტისადმი და ბევრი იყო ავღანეთის მხარეზე. ავღანელები. მე მახსოვს ერთი ჩვენი მთელი წელი ავღანელებს გულშემატკივრობდით, რომ აი სამშობლოს იცავენ და შემდეგ. რატო ანუ ესეთი რამ არის ყოველთვის იმპერიის დასასრულის დასაწყისი. ეს არის ზუსტად ის მომენტი, ვიეტნამის რომ მე მაგალითად ამერიკაში პირველად რომ ვიყავ 2003 წელს. მაშინ დაიწყო ერაყში ომი. მაშინ შევიდნენ ერაყში და მე შემიძლია პირდაპირ გითხრა, მე ცოტა უნიკალურ ადგილზე ვიყავი, სადაც ძალიან ძლიერი იყო მაშინ ჯერ კიდე ეს მემარცხენელი ლიბერალური განწყობები ბერკლის უნივერსიტეტში და ბერკლის უნივერსიტეტში ყველა იყო მისი. მაგრამ აი რომ მომიწია მე ნეშვილში წასვლა ბლუმინგტონში ყველა ნუ დავინახე რომ ამერიკის უდიდესი ნაწილი და სოციალური კვლევები 80% იყო ერაყის ომის მომხრე. აი გავიდა ამის შემდეგ კიდევ 23 წელი, ახლა არის 2026 წელი. და როგორც ამერიკელი სოციოლოგები ამბობენ, ახლა მე კონკრეტულ კვლევები არ მინახავს, მაგრამ ნუ ჯერა შინაგან მე ხა ასაც უყურე, ხა ბევრს ვიცნობ, ამერიკელი მეგობრებიც მყავს და ხალხის ახლა შენ მანდ ახარ, ხო? და განწყობა არის სულ სხვანაირი, ეს არ არის ის რაც იყო 23 წლის წინ ერაყის ომის დროს. აბსოლუტურად გეთახმები, აბსოლუტურად. ასე რომ ესე ვიტყოდი, აი ეს არის სწორედ თავარი ნიშანი სისტემის რღვევის. იმიტომ ჩვენ ახლა ამას მეორეჯერ უყურებ. შიგნიდან საბჭოთა კავშირში, ხო? არანაირი იცი თავარი ის კი არ იყო, რომ ჩვენ ლოიალობა არ გქონდა. ჩვენ არ გქონდა საერთოდ განცდა საბჭოთა სისტემის. იმდენად როგორ გითხრა, ცოტა ისე გამომდის, მაგრამ იმიტომ რომ ვაშკაცები ვიყავით და რაღაცა პერესტროიკამდე უკვე გზნობდით, რომ აბსოლუტურად მორღვეულია და ყალბია და მე უკვე დაიწყო რღვევა ლოჯისტიკურად პირდაპირ გაგებით. იქ ჩერნობილი მოხდა, აქ ჩვენი კოშკები ჩამოიქცა, იქ ის რა ქვია, იქ ის ჩამოვარდა თბილისში რა ქვია იმას. საბაგი თაცმინდაზე. მე თვითონ ის გაფუჭდა ფუნიკოლორი, ანუ ყველაფერი ჩემს თვალწინა ლენინგრადში ვიყავი და დაიწყო აკადემიის ბიბლიოთეკა განზიარა ნაუკრამ და უამრავი წიგნია მე იმაში სალტეკოვკაში ეხა ვიღაც ქართველები იტყვა რომ ძალიან მაგრამ მე მაგით კი არ უკარგეთ უწუდა როგორ ინგრევა სისტემა ცხონებული იგალორტბალიძე ამბობდა რომ ახო რა ტრანსკავკასიური მაგისტრალიო გემს ეჯახებაო მართლაც ჩავზღვაში ორი გემი და ანუ რას ვამბობ რომ ნახი მოვიდა ის რომ დაეჯახე პირველი მომენტი არის ის როდესაც შენი საკუთარი მოსახლეობა შესწინააღმდეგ არის ანუ იმას რომ ირანს და ან ავღანეთს უჭერს მხარს ხო და მეორე როცა ლოჯისტიკურად ხდება აი ეს გაფორმება აი ამ შინაგანი რღვევის ამით ხმა მინდა შენ მოსკოვის ავღანეთის ომი რო ახსენე ხა წარმოიდგინე საქართველოს მიუხედავად იმისა რომ ხა ზოგიერთი ამბობს რომ ესეთი რუსული ჩექმის ქვეშ ცხოვრობდით ბევრად უფრო მსუბუქი ჩექმა იყო ჩვენს წილად გამომდინარე იქიდან რომ ავღანეთის კონფლიქტი მე ზუსტ მაგ პერიოდში წავედი სამსახურო ჯარში უკვე გამოსვლას აპირებდა რუსეთის ჯარი და საბჭოთა ჯარი და ქართველებმა საქართველოში კარგად გახსოვს ავღანეთის კონფლიქტი ვიცოდით ისე რომ თუ ვინმეს ოჯახიდან თუ ვინმე შვილს არ გაიწვევდნენ შემთხვევით და რაღაცა თემა იყო ისეთი რომ ნუ ძალიან ცუდ რაღაცას ვაკეთებ და შენ წარმოიდგინე მოსკოვში დედაქალაქში საბჭოთა კავშირის დედაქალაქში აი იქ იყო ზუსტად რამის გამოსვლების წინა პერიოდი იმიტომ რომ მამა დადიოდა ხშირად და
ჩამოქონდა ხოლმე ინფორმაცია, რომ არიწიო როგორი ნეგატიური მურხდიაო და ეგ არის მანიშნებელი რესპუბლიკებში რა ხდება კი არა, თავად დიდი ქალაქში რა იყო. კორუფცია ბევრი იხდიდა და არ მიყავდათ ავღანის სხვაგან მიყავდათ ეს ქართველები და იქ ახლა მოსკვა რუსეთმა წასულიყო და უკმაყოფილება იყო ამის გამო ზუსტად. მაგას ვამბობ, ხო და სოლიდარობას კიდე არ გიდაო და სხვათა შორის ლოზუნგიც კი მახსოვს მამასე, რომ ესე აყობენ, რომ ეს ჩვენი ომი არ არისო, და ნინა შავაინა როგორ გავს ნახე რა. ზუსტად და ნინა შავაინა და პუტინის დროს დაიწყეს გადაღება ახლა კრიმნაშამდეც კი ძივატა როტა და რაღაცები. ეს არის აი განწყობის თვალსაზრისით აბსოლუტური არა ნუ მეორე მხრივ გასაგები ახლა ვიღაცები იქ მართლა იბრძოდნენ მაგრამ არა როგორ ხალხში იყო აი ხო გეუბნები აი ჩვენი ომი არ არის და ნინაშავაინა ეს მახსოვს საიდან ეს იყო 85 წელი რა საერთოდ ესე იგი უნდა ვთქვა რომ რა თქმა უნდა ესე იგი საბჭოთა კავშირი ცდილობდა ეხლა ობიექტური რომ ვიყოთ ხშირი ინტერვენციები არ იყო ეს ხვანარად მოქმედებდნენ კომპარტიები და ერთი ომი ქონდათ ავღანეთი მეტი რა ქონდა არც 79 და როგორც კი შემოიყვანეს ჯარი შიგნით დაიწყო ეს ბრძოლები იმიტომ რომ ხო წარმოიდგენია ისედაც ირღვევა ქვეყანა და გამოჩნდა ხალხი რომელსაც ომი შეუულია და სხვათა შორის აღმოსავლეთ ევროპიდან რო გამოიყვანეს ჯარები აი მან ძალიან აი აბსოლუტურად სამხრეთიდან და დასავლეთიდან რო შემოვიდა და დაირღვა სისტემა რა საერთოდ ეს იგი ერთიც უნდა აღნიშნოთ რომ სისტემამ რღვევა დაიწყო ბევრად უფრო ადრე მაგრამ ეს ლოჯისტიკურად და აი ეს თვალსაზრისით ეს გამოიხატა სწორედ ბოლო 5 წელიწადში მოხდა იმდენი კატასტროფა, რაც საერთოდ არ მოხდა მთელი 60 წლის განმავლობაში. ისე რომ ჩერნობილი იყო ტრიგერი და ჩერნობილის მოყვა რა ვიცი, უამრავი. ჩერნობილი გატარდა როგორც პირველი დაუდევრობა სისტემის. ხო, ძალიან საინტერესო მომენტია რომ დღემდე, ნუ ახლა არის ახსნა საკმაოდ რთული, სწორედ ძალიან ბევრი შემთხვევითობაა და როცა ძალიან ბევრი შემთხვევითობაა, ესე იგი სისტემის პრობლემაა. ანუ რო იტყვიან არ არის ნუ რაღაც ძალა მოდი ესე ვიტყვი უფრო რბილად ეს დაუშვა რომ ეს მომხდარიყო ადამიანური ფაქტორი სუბიექტური ობიექტური ბევრი რამ ყველაფერი ერთად ასე თუ ისე ჩვენ ახლა მეორეჯერ ოღონდ ახლა გარედან ვადევნებთ თვალს მეორე იმპერიის კრიზისს ერთი იმპერიის შიგნით ვიყავით და ჩვენზე გადაიარდა მე 90-იანი წლები რომელიც ყველას შეეხო მეტნაკლებად 90-იანი წლები, რომელიც იყო სწორედ იმპერიის ლიმიტროფის, მე ესე ვიტყოდი, კრიზისი და მეორე მომენტი რომ ჩვენ შევეცადეთ, რომ გადავსულიყავით ერთი სივრციდან მეორე სივრცეში. მაგრამ სანამ მეორე სივრცეში გადავედით, იმ მეორე სივრცემაც რღვევა დაიწყო. ანუ რაც მაგალითად გქონდათ აღებული იმაში იმედ გაცრუება, იმიტომ მივიღეთ, რომ ხედავთ, რომ სისტემა ირღვევა თვითონ. მე ახლა რადგანაც ჩვენ საუბრობთ არ ვაქცევთ ყურადღებას კონიუნქტურას. მეტნაკლებად არ ვაქცევთ, ახლა სულ არ მიაქცევ, რაღაც შინაგანი ცენზორი ყველას ყავს. ასოციალურიც არ უნდა იყო, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ რადგანაც ჩვენ ვცდილობთ ამის გააზრებას უფრო სხვა დონეზე, მე ესე ვიტყოდი, რომ ჩვენს დღევანდელ, ახლა მე მთლიან ხალხზე ვილაპარაკებ, ხო, ეს დიდი ნაწილი. ესე დამოკიდებულება, ახლა იმიტომ ის კი არ არის, რომ რა ქვია, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ ძალიანაც გვინდოდა ევროპაში, მაგრამ ახლა როდესაც ხედავ რომ ეს ინგრევა და ირღვევა რატო უნდა შეყოთ როგორც მაგალითად რასამობთ რომ აი რა გვინდა ახლა გამოსვლები ისედაც მოგვეცემა ეს ყველაფერი ხო და მართლაც ახლა შუაზია ისე გახდა დამოუკიდებელი არანაირი გამოსვლები იქ არ იყო ხო ესე იგი განსაკუთრებული ესეთი აქტივობით გამოირჩეოდით ჩვენ და ბალტიისპირეთის ქვეყნები ლიტვა და საქართველო აზერბაიჯანში სომხეთი აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთთან ამ
სუნგაიტის კონფლიქტი დაიწყო. მათამკვლელი ომი, რასაც ეწოდება და სწორია პრინციპი რატომაც არა. ყველა თუ ადამიანი, ყველა ადამიანის შვილები ვართ, ყველა კონფლიქტი არის მათამკვლელი. ხო და ანუ იმდენად ეს არ იყო, რამდენადაც იყო სწორედ ეს ეთნო კონფლიქტი. კი მე ჩვენთანაც გაჩნდა ეს მომენტი და საკმაოდ ისეთი როლი ითამაშა, მაგრამ გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ, რომ აქედანაც დაიწყო ჩვენთანაც აფხაზეთით დაიწყო მართლა აფხაზეთის თემით. ეს არა შემთხვევით ხაჩარის, ეხლა ჩვენ კი შევეცადეთ, რომ გადაგვიზარდეს დამოუკიდებლობაში, მაგრამ აფხაზეთის პრობლემა არსად არ წასულა, ხო? ხო და აქედან გამომდინარე, ბოლომდე ეს ჩვენ გააზრებული არა გვაქვს. რაღაცების გააზრება შეიძლება არც არის საჭირო და გამოთქმა ისედაც მე მგონი ბევრს უკვე შიგდიან ესმის რა მოხდა, ხო და აქედან გამომდინარე მე ესე ვიტყოდი, რომ ახლა ირანის კონფლიქტს რო უყურებთ, რა თქმა უნდა არსებობს ესეთი ორი მიდგომა, სამი მოდი ესე ვიტყოდი. პირველი მიდგომა ესეთი პოზიტივისტური, რომ აი ნავთობი და ენერგორესურსები და ამას უნდა მივუმატოთ ეს ლიბერალურიც ახლა მაგალითად ხო, რომ ესეთი ირანი ცუდია, იმიტომ რომ არ არის დემოკრატია, ამერიკა კარგია, იმიტომ რომ აქ დემოკრატია და უნდა გაავრცელოს ეს დემოკრატია ირანში, იმიტომ რომ ცუდი რეჟიმია. ახლა აქ ძალიან ბევრი პრობლემაა, იმიტომ რომ საუდი, ესე იგი, ამ ეგრეთ წოდებული არაბული მონარქიები დემოკრატიებია და ლიბერალურია. საუდის არაბეთი თუ ასე შემდეგ, ხო ეს ქვეყნები, ბაჰრეინი თუ ომანი თუ ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ლოიალურები არა. ხო, ნუ გესმის, ესე იგი აქ არის ამიტომ მოდი ესე ვთქვით, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური მიდგომა ვიღაცას უნდა ეს ენერგორესურსები, არის ბრძოლა, არის კიდე ერთი მიდგომა მოეხსენება, რასაც ხშირად თვითონ ეს სუბიექტები პოლიტიკური ხშირად ამბობენ თვითონ და ეს არ არის დასამალი, ხო? არა ჰექსეტმა პირდაპირ თქვა, რომ მესამე ტაძარი უნდა აშენდეს, ნათანიაჰუ ხშირად იყენებს ამ ესქატოლოგიურ რიტორიკას, ეხლა ზოგი ფიქრობს, რომ ეს რიტორიკა არის ფარისევლური მეტაფორული აზრით, არაძველი ფარისევლური, რომ სინამდვილეში იყენე მას სხვა ბევრად პროზაული მიზნები აქვს, თქვა და ასე და ეს მაგრამ დრო და დრო არის ეს ესე იგი თვითონ ამ პოლიტიკური ისტაბლიშმენტ თვითონ ებრაული და ამერიკული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ლაპარაკობს ამ ენით, ამ ესქატოლოგიური ენით. მე ამას ვეძახი სანავთობო ესქატოლოგიას. თუ ორივე შევეერთოთ. ხო, ეგრე გამოდის. არა, მე მესმის ახლა ცოტა ესე გამომდის ცოტა ირონიით არის, მაგრამ რომ რეალურად ესე გამოდის, ხო? ესქატოლოგია და ბიზნესი ერთმანეთში აღრეული რა, ანუ საფრთხო ომი გაიგიავეს ფულთან და იმასთან, ნავთობ დოლართან. ეს ყველაფერი ძალიან გავს რას, აი ეგეთი ტიპის ერთი all Feyerabend იყო ესეთი 30-40 წლის წინ ესეთი ფილოსოფოსი მეცნიერის მეთოდოლოგიაში მუშაობს. ესო დაახლოებით იცით რას გავს ეს წინადადებაო, როცა მას დემონი ჩაუსახდა, სიცხე 39 გრადუსამდე აუწია. ანუ ორი სხვადასხვა თუ ვაფობთ თუ დემონი ჩაუსახდა, თუ რაღაც დაემართა 39. აი ეგო მაგ. არა, მე თვითონ როგორც ქრისტიანს რა თქმა უნდა მჯერა რომ ეხლა ის გამახსენდა თამარ ჩერგულეიშვილი რო ამბობს რომ ავისულები არ არსებობენ და ნანა კაკაბაძე მოსრებულო თუ რა აი შენახარო თუ არ ვიცოდი ერთ-ერთი ძალიან კარგი მემია სხვა შეფეს ეგ არ ვიცოდი ხო და მოკლედ ის მომიდა აქედან გამომდინარე მე ესე ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა არის სუბიექტური ფაქტორები დამუშავება ვიღაცისთვის რელიგია სუბიექტურია ხო ვიღაცისთვის ობიექტურია ვიღაცისთვის სუბიექტურია ვიღაცისთვის ობიექტურია რა ეს
ეკონომიკური ინტერესები და ამისთვის ბრძოლა, ხო? მე ესე მგონია, რომ რა თქმა უნდა ყველა ინტერპრეტაციას აქვს თავისი გარკვეული სანდოობა. ყველას აქვს თავისი ჰერმენევტიკა, მე ესე ვიტყოდი. ისტორია არ არის ფიზიკა და არ არის მათემატიკა. ეს ძალიან ბანალური ანუ რითი განსხვავდება ისტორია არის როგორც ლიტერატურული ტექსტი. მას სჭირდება ჰერმენევტიკა. ანუ აქ უფრო მეტია ინტუიციური ვინმე ის რაც შეიძლება უწოდოთ ლოგიკური ალგორითმი. ეს არის ძალიან განმასხვავებელი ერთი მეორისაგან, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ისტორიაზე. თავისი არსით ისტორია ძალიან გავს ლიტერატურულ ტექსტს. სადაც ყველაფერი არ იხსნება მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლებით. ის რომ ირანი ესე გამოიყენებდა ამ ყველაფერს, არავინ არ ელოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სრული და ამბობენ კიდეც, რომ სრული მოულოდნელობა იყო. ესეთი სტრატეგია დაუშვათ, რაც მან გამოიყენა ამერიკულ ბაზებზე დარტყმა და ერთ წუთში დამთავრდა ეს შენი საკურორტო სამოთხე, ერთ წუთში დამთავრდა ეს ყველაფერი და აგერ ჩაიკეტა ორმოზის ეს კი ვიცოდით, მაგრამ ამას როგორ გააკეთებდა, ხო? და ნუ ფასები ზრდა და ასე შემდეგ. ანუ ხედავთ, ნუ ეხლა აქ რა შემოდის, უყურე, ეს ვიღაცას აწყობს. ნუ კი ეხლა მე მესმის ეხლა ძალიან ბევრი ისეთი რამე ხდება დღეს, რომ ბევრი კონსპიროლოგი რაც გვეგონა, რომ სისულელეა და კონსპიროლოგიური თეორიაა, კონსპიროლოგიური ნარატივია, აღმოჩნდა რომ თურმე სად არის შენი ეს ნარატივი, მართლა ესეა. ნუ ანუ ხალხი მართლა ესე ფიქრობს. ეპშტეინის კუნძულზე აღარ ვლაპარაკობ, ხო? და ეპშტეინის ამ იმაზე რა ქვია, საერთოდ ფენომენზე და აგერ დღეს ფრანს 24-ზე ვკითხულობდი, რომ ხო, ის შენ რო გამომიგზავნე წავიკითხე. 22 მასონი არის დაჭერილი, რა ქვია, მასონებზე ხო ყოველს გვეცინებოდა, ხო, 22 მასონი არის დაჭერილი, აგერ ფრანს 24-ზე ოფიციალურად დებს არის ერთ-ერთი გარებნის ლოჟა ძალიან ბევრია, ნუ ამ ერთ-ერთ ლოჟაზე ელაპარაკ. სადაც შეკვეთილი ბრალობები შემდეგ, ხო? ხო, ვისაც საინტერესებს შეუძლია მისცეს, რა ქვია, შესაბამისად, ნუ სულად სასამართლო პროცესი მიდის, ხო? ხო და, ნუ ანუ რა თქმა უნდა ეხლა არის, რომ ყველა მასონი ესეთი არ არის, ნუ გასაგებია, რომ არსებობენ ძალიან კარგი მასონებიც, ვიცნობდი ზოგიერთ ინგლისელს გადაიცვა ერთი-ორი ცოცხალის ვიცი. კი არსებობენ, მაგრამ ნუ ესეც არის ეს ფაქტიც, ეს აგრეს ფაქტიც სახეზეა, ხო? ხო და მოკლედ ის მინდა ამ პოლიტიკა გამომდინარე. მოდი ჩვენ დავანებოთ თავი, ვის ინტერესებშია ეს. ვიდრე ჩვენ რეალურად ხო არ აქვს სრული ცოდნა, გარჩენება გქონდეს. ჩვენ და შევხედოთ რაც ხდება, ისიც საკმარისია. ანუ როცა მათიას რუსტი ეს ძალიან ხშირად ვიყენებ ამ ანალოგიას 1987 წელს მათიას რუსტი გერმანელი ბიჭი თავისი კუკურუზნიკით დაჯდა წითელ მოედანზე. აი მე რო ეს გავიგე და დავინახე და რო აჩვენეს დოიპოსილ პოლონეთში ღამე ეს კადრები მე ჩემ ახლობელს ვუთხარი ესეთი რამ ცოცხალი ეს ახლობელი და კარგად ახსოვს. საბჭოთა კავშირი 3-4 წელიწადში დამთავრდება მეთქი. აი მე ვიყავ მეოთხე კურსზე და მივხვდი. არის რაღაცა ფაქტები, როდესაც არ აქვს მნიშვნელობა ეს ვის წინააღმდეგ ვინ გააკეთა. აი ეს სპეციალურად ვიღაცამ გაუკეთა ვიღაცას, რომელიღაცა კრემლის ერთმა, როგორც დღევანდელი ენის მეტყველებენ, ხო? კრემლის ერთმა სამსახურმა გაუკეთა მეორე კოშკს. ესეთი რაღაც რო ხდება, ეს უკვე არის დასასრული. ხო? მე ესე ვიტყოდი, რომ როდესაც ამერიკის პრეზიდენტი დღეში 4-ჯერ ამბობს, რომ ომი მოიგო, მაგრამ ეს ომი უნდა გაგრძელდეს, ომი დამთავრდა, რაღაცა, ხო, ეს უკვე სიმპტომია. კიდე ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ეს სიმპტომი და განსაკუთრებით სიმპტომი არის ის, რომ ერთით ეგრძელდება და ირანი არათუ არ მარცხდება, არამედ არავინ იცის, რა უნდა მოუხერხოს ამ ირანს. და
როგორც სერიოზული ექსპერტები ამობენ და ამას არანაირი ექსპერტი არ უნდა, მე და შენც ძალიან კარგად ვხედავთ, თუ იქ დაიწყო სახმელეთო ოპერაცია დამთავრდება აბსოლუტური კრახით. ეს იცის ყველა ნორმალურმა ადამიანმა, რომელმაც იცის ლანდშაფტისა და გეოგრაფიის მნიშვნელობა ომის წარმოების შემთხვევაში. 20-24 იყო, როცა პირველი პოდკასტი ჩავწერე და ეხლა ჩემი მეგობრები ვინც აქ არიან ამერიკაში. ესე სუბუქად ვიტყვი, მაკრიტიკებენ ტრამპის მხარდაჭერისთვის. ხო, 2024-ში ხდებოდა ეს ყველაფერი, მაშინ დავიწყე პირველი გამოქვეყნება. და მე მინდა რომ ჯერ კიდევ ტრამპის ადვოკატი ვიყო და აი როგორ განვავითარებ ახლა ამ ჩემს პოზიციას ახლა. 1984 რომ მოვიყვანე მაგალითად რო გითხრა რომ პატარა ბიჭი ვიყავი, არა, მაგრამ რო წავიკითხე, სიმართლე გითხრა ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ აი სამეცნიერო ფანტასტიკა მომწონდა და აიზეკ აზიმოვის რუსულად ვიტყვი ახლა იმას რუსულ ლიტერატურით ვიტყოდი და ია რობოტის გავიგე. იმიტომ რომ ნუ ჩემთვის უკვე გასაგები ენაზე იყო და გასაგები იყო რაზე წერდა, მაგრამ ეს ვერ გავიგე და მე რაღაც პერიოდში ფრაგმენტ რო ვკითხულობ, ხო იცი, სიტუაციიდან გამომდინარე რაღაცა რო გაგახსენდება და ჩახედავ და ამასთანავე ახლა ელექტრონული ვერსია იყო და როგორ მენიშნა გუშინდელი რამ ბორტ ნომერ პირველზე გაქანებული ომია ზაზა და ბორტ ნომერ პირველზე გამოიტანა პლანშეტი სადაც იყო აი ეს საბანკეტო და ბალნე ზალ როგორ არის მოკლედ ხო ხვდი რასაც ხო სამეჯლისო ფლიგელის ის იყო ესკიზი იყო რა ესეთი მაშინ რა ქვია მე მგონი უკვე ფერებში იყო დადებული აღარ მახსოვს და ამ დროს ჟურნალისტების კითხვები მიდის კასკადი რომ იქ რა ვქენით მოვიგეთ გამოდივართ რჩებით ოპერაცია იქნება და ეგო მოიცადე რა დროს ეგ არისო და ესა და აი იმის მერე წავმივიდა აი ზუსტად აი ეს ძირითადი სამი ციტატა რა ესე იგი წარმოგიდგენე რომ ომი მშვიდობაა პირველი პირი ამბობს რომ ომი მიდის მაგრამ მშვიდობაა შეხედეთ რა ფუფუნებას ვაშენებ ამით იამაყებს არა მარტო ჩემ პრეზიდენტობის კადენცია ან მე და ჩემი ოჯახი ან მთელი ამერიკა თავისუფლება ჩერაცხა ვენესუელა არადა გამოვიდა რომ დაიმონახოს ერთი კაცი გამოიტანა და დღემდე ვენესუელის ხელისუფლება თulis რომ არის თავისუფალი და ამ დროს არის პირდაპირ დამოკიდებულებაში და რამის დირექტივას ასრულებს ნავთობის გადანაწილებაში ის კი არა კუბას აღარ აწვის იმიტომ რომ ამერიკას არ უნდა წარმოიდგინე და უმეცრება კიდე დავაკავშირე იმას რა ქვია მედიას ადრე ხო ყოფთი მე და შენს ვისაუბრია რა Fox-ი რას წარმოადგენს CNN-ი რას წარმოადგენს და ისე შეიცვალა ეხა როლი Fox რო უყურებ მოდი ჟარგონს გამოვიყენებ სლენგს და აპრავებენ ვიხდი ყველაფერს და CNN-ის ჟურნალისტები ჩადიან და თეირანთან ახლოს კადრებს აკეთებენ რომ ეს რა ტრაგედია აი როგორ ჩაანაცვლეს ერთმანეთი როცა ბაიდენის დროს აბსოლუტურად საპირისპირო იყო და აი ეს ციტატები ესე მოვახდინე როგორ გითხრა აღნიშნვა აი ამ სიტუაციების ანუ დავაკავშირე რა და იმიტომ მიმაჩნია რომ აი ეს როდის დაწერილი რომანი აი აბსოლუტურად შეესაბამება თანამედროვეს იმიტომ რომ ჭეშმარიტე ანუ სიმართლე და სიცრუე არის ისე აღრეული როგორც მე მგონი არასდროს ეხლა მე ხო არ მოსწრები ვარ ეხლა ადრეულ მე-20 საუკუნეს ან მით უმეტეს ადრე ხო მაგრამ ეხლა რაც ხდება რაც ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი იყო 21 საუკუნეში 20-26-ია როცა ყველა შეუულია ტელეფონი გაშალოს და პირველი წტომა კონდეს ინფორმაციასთან აი ამ დროშიც კი აღრეულა დეფინიციას დაიკარგა თვითონ დეფინიცია. ტექნოლოგიისთვის რა, დეფინიცია. არ არის დამოკიდებული ეს პროგრესზე და არ არის დამოკიდებული ტექნოლოგიებზე და ინფორმაციის გავრცელების სისწრაფეზე. და ტრამპის გამართლება რატომ მინდოდა? ნახე, აი მიუხედავად ამ ყველაფრისა, აი წარმოიდგინე რომ მოვიდა პრეზიდენტად ბერმა საქართველოში თქვა რომ სულზე მოგვისწროო. და მე ვიცი ასაც გულისხმობდნენ, ხო? იმიტომ რომ
ხმამაღლად გამოვიდა და თქვა რომ არის ქალი და კაცი, რომ არის ოჯახი შედგება მამაკაცისგან და ქალისგან. არის ღმერთი უნდა გწამდეს და კეროლან ლევიტი რო გამოვიდა და გურძა რო ჯვარი ეკიდა, გამახსენდა ის რაგვარი იყო ეს წინა მოკლედ კარინ ჟამპიერი გამახსენდა ის და მე შევადარე რომ და ნუ მეთქი რომ მორჩა რა ყველაფერი დადგა თავის ადგილას და ჩვენს გვეშველა და მე რო ამას მოვაყოლა აი რამდენიმე ორგანიზაციისა და რადიო მაუწყებლობის შეზღუდვა USAID ერთი მაგალითი ნუ თქვი რომ მოკლედ მართლაც სულზეც მოგვისწრო მაგრამ აი ეხლა უკვე ისი არის არეული სიტუაცია რომ ვინ ვის მოუსწრო და ვის რაზე მოუსწრო ხო ეს მართლა უკვე მოდი რა ვთქვა იცი აი რა არის მნიშვნელოვანი ჩვენ ყოველთვის ვამდით საკითხს ესე შესაძლებელია თუ არა იმპერიის დააპგრეიდება შესაძლებელია თუ არა ტრანსფორმირება და ჩვენ ესე ვამბობთ რომ ტრამპი არის რაღაც გარკვეული ცდა ტრანსფორმაციის ეს და ჩავარდა მაგრამ როცა აი ეს ყველაფერი მთავრდება სისტემა როცა ინგრევა და ბოლოსკენ მიდის ალტერნატივები აღარ არის გინდა ბაიდენი იყოს გინდა ტრამპი გინდა კამალა ჰარისი გინდა მარკო რუბიო უკვე განსხვავებები გინდა გარბაჩოვი იყოს გინდა ლიგაჩოვი აი მოხდა გეკაჩეპე ხო კიდევ უფრო დააჩქარა საბჭოთა კავშირის კრევა მე არ ვამბობ რომ ეხლა რაღაც გეკაჩეპეს ველოდები ამერიკაში მაგრამ ისე ვამბობ არაფერი არ არის გამორიცხული სხვა შორის მაგრამ იმისათვის რომ დაგანახოს ღმერთმა ისტორია მან ვისაც რა უნდა ეს ამ პატარა ალტერნატივასაც დაგანახებს როგორც გეკაჩეპე ხო სამდღეში დაინგრა ყველაფერი ანუ როცა დაძრულია ეს რღვევა ორგანიზმის და რაღაცა მის რა ქვია აი მაგალითად მაქსიმ გორკის აგერთ გენიალური რომანი კლიმ სამგენის ცხოვრება აი დიდია 2000 გვერდია და თელი რომანი რა არის დრო და დრო რაღაცა ინგრევა ან ჯერ ხადინკის ტრაგედია არის აი როდესაც ნიკოლოზ მეურის კორონაციის დროს უამრავი ადამიანი დაიღუპა მე რაღაცა ის ინგრევა რა ქვია ყაზარმა ინგრევა მე და აი პირველი მსოფლიო ომი რო იწყება იქ არის საოცარი მომენტები აი მატარების კატასტროფა კიდე და აი ამას რო კითხულობ ხედავ რომ რევოლუცია გარდაუვალი ანუ ენტროპია უკვე ისეთია ზაშკალოეთ როგორც ოკუპანტები იტყვიან რომ ენტროპია გარდაუვალი რევოლუცია აი აქაც იგივეა რა აზრით რომ შენ ხედავ ეხლა გასაგებია რომ ვიღაცისთვის რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ ეს არის ერესი იმიტომ რომ იმასაც თავისი რელიგია აქვს აი ადამიანს რომელიც ამბობს რომ დემოკრატია ეს არის სინათლე და მონარქია და ირანი არის სიბნელე ხო ის ასე ვთქვათ ისტორიას უყურებს არა როგორც შედარებითი ჭრეტის თუ ხედვის რაღაც ველს არამედ ის მისთვის არის რელიგია აი და ამიტომ ახლა ეს ასე ჩვენ ვაპარაკობთ ეს არის ერესი აი მაგალითად როგორც ქრისტიანისთვის ერესია მაგალითად რომ ქრისტე არ არის ღმერთი აი და იმისთვის ამერიკა რო არ არის ღვთაებრივი და ჩვენ რო ესე ვლაპარაკობთ უკვე მკრეხელობაა ყველას თავისი ასე ვთქვათ ისე ვამბო რელიგიური ენა აქვს და რელიგიური ის აქვს რა და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ეს და ამიტომ ეს პრორუსულია და რუსულია და რუსული რა არის რუსული არის ცუდი ეს რუსი ამ ენაში ნიშნავს ეშმაკეულს და ამერიკა ღვთაებრივს ეხლა ჰერმენევტიკაზე ვამბობ რა და ეხლა გავაგზავნოთ შეიძლება ჩვენ ვწდებით ისე ვამბობ და შეიძლება ეს რაღაც სხვა პროცესია მაგრამ მე რასაც უყურებ მე ვხედავ რომ ეს არის სისტემური კრიზისი რომლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოვლენა არის კონფლიქტებისა და ომების კონცენტრაცია დაგროვება აი უყურე წინათ აი ეს ომები იყო სადღაც აი იქ და იმაში იყო აფრიკაში იყო იქით იყო ეხლა ყველაფერი გვერდზე აგერ ირანი აგერ უკრაინა
და ჩვენ აგრიშაში ვართ. ხო და ანუ რაღაცაზე ანუ აი მეორე ამას არ შეიძლება გატარება იმისი რა ქვია ანალოგიის არის რაღაც გარკვეული ანალოგები მე ესე ვიტყოდი რომ არის რაღაც გარკვეული სამკუთხედები საერთოდ შეიძლება გაატარო ანალოგიები რომ რუსეთი ევროპა უკრაინა ისრაელი ამერიკა ირანი და ასე შემდეგ შეიძლება გაატარო და შეიძლება ისეთ შეხედო რომ ეს ორი კონფლიქტი არის ერთი მეტრის ორი მხარე კი ზუსტად ხო აქედან გამომდინარე მე ესე ვიტყოდი რომ ეს თავისთავად ესეთი კონცენტრაცია ამ კონფლიქტების და არა უბრალოდ კონცენტრაცია კონფლიქტების არამედ ახლა არამედ უკვე რეალური ომები ახლა ერთის და მეორეს უწოდებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას რუსეთი ამერიკას ერთ ენაზე ლაპარაკობს ხო გამეტი რა გინდა რუსეთი უტენიამოს ომი ჩვენ ჯერ არ დაგვიწყეო ტრამპი თვალთ ესეთი დამნიდრებული არის მაგრამ რუბიო იძახის რომ ომი ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია და ძალიან გავს ეს რიტორიკები ერთმანეთს ხო ფაქტია მაგრამ მაინც სხვა რაღაცა არის მთავარი მაინც მთავარი არის ის რომ მე რას მგონია რომ როდესაც აი რაღაც ანალოგიებს ატარებენ რა თქმა უნდა ისტორია შეუქცევადია მაგრამ რაღაც გარკვეული სტრუქტურები მეორდება სტრუქტურები მაგრამ არა ანუ და შეიძლება რა აი 30 წლიანი ომი მაგალითად ხო მე-19 საუკუნეში ძალიან გავს მაშინაც ერთი სისტემა ინგრეოდა და მეორე სისტემა იქმნებოდა ძველი ლეგიტიმაცია ინგრეოდა მოდიოდა ახალი მოდერნული ეპოქა და 30 წელი დაჭირდა ამას აქაც რაღაც ამას გავს და მე გავუბაი ზუსტად ჯერჯერ საიდან დაიწყებ ამ 30-იან აღრიცხოს ეგეც ამბავია მე არ მგონია რომ ჩვენ იმაში ვართ რა ქვია მე მგონი სადღაც შუაში ვართ კიდე გაგრძელდება ეს კონფლიქტები მე არც იმას არ გამოურიცხავ რომ რა თქმა უნდა რაღაც ეტაპზე შეიძლება ბირთვული კონფლიქტიც ეს იგი ეს უნდა მეკითხე ახლა ზუსტად არ გამოურიცხავ ახლა მაგრამ ახლა რატო არ გამოურიცხავ იმიტომ რომ ესე იგი თუ თოპი ჩამოკიდებულია პოლიტიკებში გაიწყოს ჩეხოიამს და ამას დიდი ის არ ჭირდება რომ არ გარკვეული ალბათობა ეხლა რამხელა ეს ალბათობა ხა მე რადგანაც არ ვარ პოლიტიკის ექსპერტი და პოლიტოლოგი ეს არის უბრალოდ ჩემი როგორც მოქალაქის ხედვა და როგორც ადამიანის რომელიც დავუშვათ ფილოსოფიის მეშვეობით ცდილობს რაღაცას შეხედოს ხო ფილოსოფია როგორც არა როგორც რაღაც მეცნიერება არამედ როგორც ჭვრეტითი ხელოვნება თქვა და ასე როგორც დავუშვათ რაც ინდოელებისთვის არის ვედანტა და სანქხია ხო ჩვენთვის ეს არის ეს contemplative life ან ჭვრეტითი ცხოვრება და ხელოვნება ამაზრით ვამბობ ხო და ზაზა შენ არაღი აი მაგალითად მოდი ესეთ მაგალითი ავიღოთ არსებობს ატომური რეაქტორი უკაცრავად ატომური სადგური მოუშვი იმას აკეტა ერთი რაკეტა მეორე რაკეტა ეს ხო რაღაც მომენტში როდესაც ჩერნობილი იმოქმედებს როგორც კიდე ატომური ბომბი გისვრია და კიდე ის დაგიზიანებია ხო ამ ზაპოროჟიის ჰესზე რატო არის ესეთი ამბავი კურსკის ჰესისკენ რატო მიდიოდა ხო ეხლა არა და ბუშერს ხო იცი მოხდა უკვე მეოთხე ზელენსკისაც აქვს რა თქმა უნდა თავისი ლოგიკა იმიტომ რომ როგორ არა უღურე არის ზელენსკი ოღონდ ჭყალებში ეს იგი ვინმე ვიღაცისთვის ის არის გმირი ვიღაცისთვის ის არის იუდა ლაწირაკი როგორც იმაში არის ჰოლოგრამფანაში სინამდვილეში არის რაღაც გარკვეული ობიექტური ფაქტორები ზელენსკი ეს არ არის ეს არ არის აი როგორც 1945 წლების ომი არ იყო ჰიტლერის და სტალინის არამედ იყო იმ უამრავი მიზეზის რაც მანამდე არსებობდა ხო რაც დაგროვდა პირველი მსოფლიო ომის დროს სხვა ასე შემდეგ გეოპოლიტიკური ხო ობიექტური ყველაფერი ესეა
ამიტომ ეს იგი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს რაც ხდება ეს არის ის რომ როგორც იქნა კი ეხლა ტრამპზე ხშირად ვლაპარაკობთ რომ ტრამპი აფრენს გაგიჟდა რაღაც მაგრამ ზუსტად ესე ვლაპარაკობთ პუტინზე რომ პუტინი პარანოიკია ну გასაგებია ტრამპი ექსცენტრულად იქცევა მაგრამ ისიც ხო ცხადია რომ ტრამპში არ არის საქმე რომ ეს ომი გარდაუვალი იყო გარკვეული რაღაცა მომენტიდან ლოგიკურად კი მიუხედავად იმისა, ვინ იქნებოდა სათავეში, ხო? შეიძლება ყოფილიყო, შეიძლება დაუშვათ ყოფილიყო 1-2 წლის მერე. მაგრამ თვითონ ეს პრობლემა რაც არის აი აქ, ხო? როგორც კი ისრაელი, უყურე შეგვქმნით ისრაელი. ისრაელის შექმნას ხონდა გარკვეული ლოგიკა. მაგრამ აღმოჩნდა რომ თუმცა ეს ლოგიკა არ ამართლებს. ხელოვნურად შეგვქმნით სახელმწიფო სადღაც და რომელიც არსებობს უკვე 80 წელი ხდება და აღმოჩნდა რომ დაახლოებით ისეთი ხელოვნური წარმონაქმნია როგორც საშუალო საუკუნეების დროს ჯვაროსანთა იერუსალიმის სამეფო ექსკლავი რომელიც არის სრულიად უცხო მდგომარეობაში ყოველთვის იქნება ვიღაცის პროქსი როგორც კი ის ვიღაცა დასუსტდება ესეც გაქრება იმ სამი სავარაუდო ტერიტორიიდან რომელსაც არჩევდნენ ისრაელისთვის ხო კარგად ვიცით ხო სპეციალურად შეირჩა ის ზონა სადაც ისრაელი ახლა ну იცი რა მოდი ესე ვთქვა რა როდესაც ტეოდორ ჰერცლს გაუჩნდა ეს იდეა იყო მე საუკუნე დასაწყის ტეოდორ ჰერცლი იყო ჩვეულებრივი ავსტრიელი ინტელიგენტი შტეფან ცვაიგის მეგობარი მისი მეგობრები აი რუსა ჰელსმა ეს იდეა ისროლა და უცებ რომ რუსეთის იმპერიიდან დაიძრნენ ეს ებრაელები ხო გეტოებში ეს გეტო არ იყო იქ რუსეთის იმპერიაში განხილული დასედლესწი სადაც შეეძლოთ ცხოვრება ვაჭრობა და ასე შემდეგ ყველგან არ შეეძლო ზონები კვოტები ჰქონდათ გარკვეული შტეფან ცვაიგი და კარლ კრაუსი ორივე ებრაული წარმოშობის გერმანულენოვანი ავსტრიელი მწერალი კარლ კრაუსი იმდენად ცუდად გახდა რომ დასცინოდა ტეოდორ ჰერცლს და ეძახდა იუდეველთა მეფეს ვენის ოპერის თეატრში შევიდა შეხედათ რომ იუდეველთა მეფეო და ხალხი დასცინოდა ჰერცლს გარდაიცვალა ჯერ კიდე ომი არ იყო დაწყებული თვალსაჩინო პირველი მსოფლიო ომი და მე გადაასვენეს იმაში იერუსალიმში სხვათა შორის ჰერცლი აი ეს კაცმა ისროლა ეს იდეა მაგრამ როგორც აღმოჩნდა რა აი ეს უკვე იმდენად ესე ვიტყოდი ებრაელები იმდენად დაემსგავსნენ სხვა ხალხებს და იმდენად განიფშვალნენ არა ხო აქ ერთი რამეს უნდა გავითვალისწინოთ 1966 წელი 66 ესე იგი მე-17 საუკუნე ამაზე არ უყვართ ლაპარაკი თვითონ ებრაელებს არ უყვართ და ძალიან კარგად მის მათი რატო არ უყვართ მაგრამ ნუ ეხლა ისტორიული ფაქტია და გენიალ დიდმა ებრაელმა ისტორიკოსმა რელიგიის ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა გერშომ შოლემმა მიუძღვნა მთელი წიგნი ამ მოვლენას ადამიან მოვლენას შაბთაი ცევეს 1726-1776 ეს იყო ებრაელთა მესია ებრაელებმა მესია დაღია მაშიახა დაღიარეს და ეს არის არჩევნების წიგნი კაი დიდი წიგნია ინგლისურად არის 1000 რაღაცა გვერდია შაბთაი ცევე the mystical messiah ძალიან დაწვრილებითი ისეთი არჩევნების წიგნია რა მოყვა ამ იმედგა მოხდა მე ისე ნუ იერუსალიმში ტახტი დაუდგეს ტაძრის ნანგრევებზე და რაღაცა და თურქეთის სულთანმა დაიჭირა და იმან ისლამი მიიღო და მე გარდაიცვალა ნუ ეს იყო ტრაგედია აი როგორც ჩვენი მაცხოვარი ამბობს ეხლა მეც როგორც ქრისტიანი ეხლა ეს ინტერპრეტაციას ვიძლევი ცხადია მე არ დამიჯერებთო და ვიღაცა მოვაო და იმას ერწმუნებით აი ზუსტად ისე მოხდა და ეს იყო საშინელი შოკი მეურმა ებრაელმა გადაწყვიტა ასიმილირება ამის მერე და დაიწყო ეს ასიმილაციის პროცესი ხო და შექმნეს ეხლა მოგეხსენებათ ბიბლიის გარდა ებრაელ ერს როგორც ენაზე არაფერი ისეთი არ აქვს შექმნილი ხო აი divine comedy ან divina commedia ან hamlet ან რაღაცა ხო ეხლა მაიმონიდი იქნება თუ შელომოიბიკებრივი კარგია მაგრამ ნუ ეს ნუ ხო გესმის არა ხო და ან მთელი მათი
ეს ცხოვრება არის ძველი აღთქმა და ეს რელიგიური ისა დაიწყეს ასიმილაცია ამის მერე ხდება ეს პროცესი ზოგი თემი გახდა გერმანული ზოგი გერმანელები გახდნენ ზოგი ინგლისელები მე-19 საუკუნეში უკვე დიზრაელი იყო პრემიერ-მინისტრი ინგლისის ებრაელი ну ახლა მონათლული და ისა გერმანიაში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის გერმანია იმდენად ლიბერალური იყო რომ შეიძლება ყოფილიყავი იუდეველი და პროფესორიც ყოფილიყავი აი ავსტრიამდე სულად იყო საქმე ამიტომ გუსტავ მალერს როდესაც ის გახდა ვენის ოპერის მთავარი დირიჟორი მონათლა მოუწია და ამას უწოდა ესო არის მონათლა არისო ბილეთი ევროპულ კულტურაშიო მაშინ ესე იყო ეხლა უფრო LGBT იქნებოდა ალბათ ხო არა LGBT იქნებოდა ისა coming out გააკეთებდა და გახდებოდა ვენის ეგ უნდა მეთქვა coming out-ი უნდა გამოეცხადებინა რომ კი მაგრამ ამ დროს მალე მართლა მოწმუნე ადამიანი იყო მართლა გულით ქრისტიანი იყო უფრო ადრე ვინ მოინახლებოდა მაგრამ მერეც და მაგს აქ დაწერილი მერვე სიმფონია მე რომელიც არის იწყება იმითი ვენი კრეატორ სპირიტუს კათოლიკური ლოცვა არის ტრადიციული და თავდება ფაუსტის ეცად ამაღლებით მეორე სიმფონიას საერთოდ resurrection აღდგომა და ნუ რა ქვია იმას მოკლედ რის მომიდა საშინელი ტრაგედია მოხდა ებრაელი ხალხის ცხოვრებაში და დაიწყეს და არ დაემჯერავს სხვა ხალხებს სულ ღმერთი ეუბნება და დაემსგავსნენ და თან ახლა იმ მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარე პროცესების გამო რაც გამოიხატა ამ საკონცენტრაციო ბანაკებში აპატემრებით ამ ხოცვით ნუ ჰოლოკოსტი 6 მილიონი ებრაელი და ნუ გაჩნდა ეს იდეა მაგრამ სხვადასხვა ამერიკას შეეშინდა ამ იდეის და ემბარგო დაადო როცა ის რა ვინ იდგა ბოლომდე ვინ გაიტანა ისრაელის შექმნა მე ვინ იოსებ სტალინი გოლდა მეიერის მოგონებებში არა გოლდა მეიერის მოგონებებში არ არის საჭირო ცნობილი ფაქტია მაგრამ თუ ვინმე ზარჯერა წაიგეთ ეხლა დღესო არა გვაქვს ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან რომ არა სტალინი და მის ამერიკამ დაადო ემბარგო და საბჭოთა კავშირი აწვდიდა შეიარაღებას და არამედ შეიარაღებას ჯარისკაცებს და ოფიცრებს და მე ვიცნობდი ერთ გამოჩენილ ებრაელ ისრაელელ ჰუმანიტარს მე ინგლისში წავიდა რომელიც მიყვებოდა რომ აი ეს გადაცახელის ვანია ვაშა სუდა უცუდა სულიზი სუდა არა მამაჩემ რა მითხრა პირველი ებრაელი იყო რომელიც დიდ სამომულში მონაწილეობდა მაგრამ იყვნენ არაებრაელებიც რომელიც ეხმარებოდნენ და ეს რომ არა ეს შეიარაღება 6 ებრაული სახელმწიფო 6 არაბული სახელმწიფო შეჭამდნენ რომ არა საბჭოთა კავშირის და დახმარება როგორც რესურსის ასევე შეერაღების თვალსაზრისით მამა ამბობდა რომ მაშინ კიბუცებიც რო იყო გარდა ხო კიბუცები დაიწყო ხო ფაქტობრივად სანამ სოციალიზმი ხო ისრაელის სოციალისტური სახელმწიფო იყო ზუსტად და ისევ სტალინის ფოტოები ქონათ ცხადია რა თქმა უნდა ნუ მე მოხდა მე ხა რაღაც ფაქტებს აღარ გავამახვილებ ნუ ეხლა ხო მე ბევრი რამ აი ბევრი რამ შეიცვალა და გასაგებია თვითონ სტალინის ამოს რატომ რა იქნება როგორ იქნება მას აქვს თავისი პროგნოზები მაგრამ ეხლა ეს ჩვენი თემა არ არის ანუ მე ის ხმა მინდა გარკვეული აზრით მე აქ არის როგორც სუბიექტური ისე ობიექტური ფაქტორები ობიექტური არის არა მხოლოდ ეკონომიკა ობიექტური არის ამავე დროს იდეათა ისტორია და მენტალობების ისტორია ესეც ობიექტურია გარკვეული აზრით ანუ აქ მარტო სუბიექტური ფსიქოლოგიური ფაქტორი არ არის ჩართული აგრეთვე ჩართული რიგი მთელი იდეებისა და ეს ეკონომიკა კიდე ცალკე არ არის მარქსის გარკვეული შეცდომა მიუხედავად იმისა რომ მარქსი ათმოდა იყო გენიალური მოაზროვნე და კაპიტალიზმის მისეული ხედვა და აღწერა არის რა თქმა უნდა შედევრალური და მაგრამ ამავე დროს მას ხოდა თავის შეზღუდვებია ხო მე კომუნიზმის
სურათი და ეს თქვა და ასე ანტირელიგიური და არატრანსცენდენტური ხედვა მოვლენების მატერიალისტური ხო და მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან სწორად ძალიან ზუსტად და სწორად ხედავდა კაპიტალიზმის ბუნებას ძალიან კარგად ხედავდა რა არის პროდუქტია ფეტიში აი იდეალურად აქვს ეს ყველაფერი აღწერილი შეიძლება ითქვას დღევანდელ მას იდეალურად აქვს აღწერილი შეიძლება ითქვას ინფორმაციული საზოგადოება უბრალოდ როგორ გადადის ცოდნის საზოგადოება ინფორმაციულ საზოგადოებაში აი ტომას ელიოტს აქვს ესეთი არაჩვეულებრივი ფრაზა თავის ნაწარმოებში The Rock კლდე მაშინ არის where is the wisdom we have lost in knowledge where is the knowledge we have lost in information სად არის სიბრძნე რომელიც ცოდნაში დავკარგეთ და სად არის ცოდნა რომელიც დავკარგეთ ინფორმაციაში ანუ რის თქმა უნდა ელიო ძალიან მარტივი რაღაცის რომ არსებობს სიბრძნის ეპოქა როდესაც ყველაზე მეტად აფასებენ დუმილს მეტყველება ვერცხლიას პირად ხოლო დუმილი ოქრო ირჩეული ესე იწყება გრიგოლ ხანძთელის გიორგი მარჩულის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ანუ მისტიკური და ესეთი ჭვრეტითი ეპოქა ყველაზე მეტად აფასებს დუმილს ცოდნის ეპოქა ყველაზე მეტად აფასებს სიტყვას ხოლო ინფორმაციის ეპოქაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის სისწრაფე სიჩქარე თვითგამოხატვა და საკუთარი თავის კულტივაცია რაც შეიძლება სწრაფი პოსტი და პოსტოა მე ესე ვიტყვი მარქსი იყო ის ადამიანი რომელმაც საუკუნეთა მიჯნაზე არ უცხოვრია მას მაგრამ ისეთ ეპოქაში მოუწია ცხოვრება მე-13 საუკუნის 65 წლის გარდაიცვალა სადღაც დაიბადა 10 წლებში რა და გარდაიცვალა სადღაც 80 წლებში ისეთ პერიოდში მოუწია ცხოვრება რომ მან დაინახა ისრულებები რაც ტექნოლოგიური ორთქლის მანქანა გაჩნდა გემი რომელიც რკინიგზას შემდეგ ხო მანუფაქტურა ქარხანა ცოდნაში მოხდა ცვლილება დარვინმა წარმოადგინა თავისი სახეობათა ის რა ევოლუცია ხო ევოლუციური მოდელი მარკს მიუძღვნა უგასავ დარვინს მიუძღვნა და გაუგზავნა და დარვინმა მისე ძალიან დიდი ბოდიში ვერ გავიგეო ხო ეს ძალიან ისეთი კაცი იყო სხვაჩერეს დარვინი ქვია თავმდაბალი ხო და ანუ კაცმა თქვა მაიმუნის გამომერთან კერ შექმნა მაიმუნის გაწარმოება და ხო და მოკლედ ის არა ქვია და აი ეს არის ეს პერიოდი როცა ხდება არ არის შემთხვევითი ხო მთელი ეს პოსტმოდერნი აღმერთებდა სამ ფიგურას მარკს და მოდერნის მარქსი ფროიდი ნიჩე რატო იმიტომ რომ მარკს ყველაფერი დაყავს ეკონომიკაზე რედუქციონისტია ანუ არაფერი კულტურა აზროვნება ცნობიერება ეს ყველაფერი არის ზედნაშენი ბაზისი რეალურად ყველა კონსპიროლოგიური თეორია ეფუძნება მარქსს დამახინჯებული იქ არის სადღაც ხალხი რომელიც ფულის გამოაკეთებს ამას ისმის ანუ მე ვიტყოდი რომ ნებისმიერი კონსპიროლოგიური თეორია არის ესე ვთქვათ დეფორმირებული მარქსიზმი გარკვეული აზრით ხო ძანე ნიჩე რომელიც გველაპარაკება ღმერთი მოკვდა ну ღმერთში იგულისხმება ტრადიცია კულტურა ფასეულობები და არსებობს შიშველი ძალა აი ამას ტრამპი აკეთებს ეს არის აი აბსოლუტური ნიჩიანელობა რა განდის ძლიერი ვარ დედას გიტირებ ყოველგვარი დემოკრატიული ფასადი გადა ამ აზრით რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რასაც ტრამპი აკეთებს აი ბოლომდე ანგრევს აი ამ ფასადს რომელიც აშენდა მეორე მსოფლიო ომის მერე რომ არსებობს რაც ღირებულებები ჰუმანიზმი არაფერი ღირებულები არის შიშველი აი როგორც ეკონომიკაში არავითარი blue ocean არის red ocean ჭამენ ერთმანეთს
აი კახაბენდუკიძე რასაც გადაგებდა. აი კახა ბენდუკიძის იდეალი მოვიდა. მართლა აცხოვნოს, ახლა არ მითხრა ბენდუკიძის ცხონება არ გაგონილა რჯულადაო. ხო, უნდა გითხრა. წინაზეც გითხრა და ეხლა გეუბნები. ხოდა. ხოდა ეს არის. აი მე ესე ვიტყოდი, ხო, აი რასაც დასწავ იმას მოიმკი. ღმერთი არ არის, თუ ღმერთი არ არის, если Бога нет, всё позволено. როგორც ამბობდა დოსტოევსკი, რომელიც ეზღებათ ლიბერალებს. რატო ეზღებათ? იმიტომ ეზღებათ, რომ რეალურად რა თქმა უნდა ტრამპს ეთაყვანებიან. ოღონდ თავიანთი ტრამპი უნდათ. ყველას უნდა თავისი ტრამპი. რომელიც უთითებს. ესმის? ზაზა, ჩვენ წინა პოდკასტში თქვი, რომ ნუ იმდენად თავს აიგიავებენ რომის იმპერიასთან, რომის რესპუბლიკასთან, როგორც აღზევება მიიღეს, ისევე გამარცხებაც უნდა მიიღოს. ხო და ახლა წარმოიდგინე აპგრეიდი რო თქვი და წარმოუდგენელია ამ სისტემის აპგრეიდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბზარი და ნაპრალი აქვს. იმპერატორული რომი, ნუ ეს გამოსავალი ეს იყო, რომ ტრამპს ეთქვა, რომ აი მე ვარ კეისარი. და ნახე როგორ მომენტია არ გამოდის. თითქოს საზოგადოება მე ამერიკის საზოგადოებაზე მე უფრო მაღალი წარმოდგენის ვიყავ ვიდრე ჩამოვიდე, რა ჩამოვედი, ბევრად შეიცვალა. ეხლა დაიწყეს აქციები. აი ზუსტად, მაგრამ რო არ წამოსულიყავი, ვერ გავიგებდი სიმართლეს. ხომაღალი თქომია, მაგრამ მიგრია. ნახე როგორი მომენტია. აი ზუსტად შეთქვი რა. გვირგვინის დაგმა ხო უნდა. და თითქოს საზოგადოება ამაზრობს და ლიბერალ დემოკრატიულ, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ესე ვირტუალურად ქუდში, სადაც დემოკრატიული შტატებია, დაიწყეს კამპანია No Kings, ისევ მეორეჯერ. ხო და აი წარმოიდგინე, თუ დაუშვებთ, რომ ეს იცდელობაა, რომ ქვეყანამ განიცადოს აპგრეიდი, მაგრამ ხო არის მისიონერები, რომლებიც აკეთებენ არა პოზიტიურ საქმეს, არამედ შეგნებულად ანგრევენ. ხო, demolition men-ები არიან. აი ტრამპი თამამად შეიძლება ითქვას, რომ მე მინდა გითხრა, რომ იყო რამდენიმე პოლიტოლოგი, რომელიც აი ტრამპ როცა გამოჩნდა, ისინი ამბობდნენ, რომ ტრამპი არის დამანგრეველი. ხო. ის დაანგრევს. ყველაზე სწრაფად და იცი რა არის ხა მე რას გეტყვი, რომ რა თქმა უნდა ახლა ბაიდენიც ანგრევდა სისტემას. მაგრამ ტრამპმა შეუდარებლად დააჩქარა სისტემის ნგრევა. რა თქმა უნდა კამალა ჰარისი ისევ ამბობ, რა თქმა უნდა აქ მეორე მომენტიც არის, ყველაფერი ისე დაბალ დონეზე დაიშვა, რომ ეს ყველაფერი მართლა გიბიძგებს კონსპიროლოგიისაგან. ხო არ შეიძლება კამალა მართავდეს ან ის მართავდეს, მაგრამ მთელი ამბავი რა არის, იცი რომ აქ ჩვენ გვაქვს ორი მიდგომა ესეთი. მე მაგალითად ძალიან მოძულს ემანუელ ტოდეს მიდგომა, რომ ბლაბი, ანუ არა deep state-ი, არამედ ბლაბი. ბლაბი რა არის? უთვინო პარაზიტი. უთვინო პარაზიტი. უთვინო პარაზიტი, რომელიც ესე იგი სისტემა ჯერ კიდე არსებობს, მაგრამ შინაგანად არის გამოფიტული, გამოფატრული და ფრაგმენტირებული. უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ამ სისტემამ დაიწყო ჩამოყალიბება და ეს მოხდა მე-19 საუკუნეები მერე, რაღაცა პერიოდი მერე ეს ენერგია პასიონარობა ამერიკული, ხო? ამერიკული რა აზრით, რომ ეს კათოლიკური ქვეყნებიდან გაყრილი პროტესტანტები და პროტესტანტული ქვეყნებიდან გაყრილი კათოლიკები რაღაცნაირად ეს დაალაგდნენ და ნუ ეს ისტორია გავრცელდა 200 რამდენი წელი, ხო? 250? აი ახლა არის 250 არის 4 ივრის. ბატონო, 250. მაგრამ ეს ხო ამერიკა ხო არ არის უბრალოდ ახალი ცივილიზაცია, ეს არის რაღაცნაირად ევროპული ცივილიზაციის გაგრძელება და აპგრეიდება. თავისთავად ევროპული ცივილიზაცია, რომელიც შეგვიძლია დავიწყოთ მე-8 საუკუნიდან. ხო? ინგრევა რომის იმპერია, შემდეგ ეს გარდამავალი ბნელი საუკუნეები 410-დან 800-მდე, ხო, 470-დან შეგვიძლია ესე. მთელი 300 რაღაცა წელი ეს ბნელი საუკუნეები, მე-8 საუკუნიდან უკვე. მე-8 საუკუნე, ეხლა რომელში ვართ? მე-9 საუკუნე, მე-9
ეხლა ვარ 1200 წელი საკმაოდ ხანაა. 1200 წელი ცივილიზაციის ძალიან არა შეიძლება მეტიც გაძლოს ეხლა აქ ესე არ არის რომ თავში ვიღაცები კანონებს წერენ რომ 1200 1300 ესე არ არის მაგალითად იმავე ბიზანტიამ თუ დავიწყებთ რომიდან 8 და 23 საუკუნე გაძლო გასაკვირი ის კი არ არის კონსტანტინოპოლი დაეცა გასაკვირი ის არის რომ ამდენი ხანი როგორ გაძლო ეს წარმოუდგენელად დიდი პერიოდი უშველებელი პერიოდი წარმოუდგენელი გადამწიფდა და მაინც იმხელა პიეტეტი იყო ამ რომი კონსტანტინო რაღაცა რომ ესე იგი რა ქვია აგრე გაძლო 1453 წლამდე ხო ესე იგი უშველებელი პერიოდი მაგრამ ისე ვამბობ 1200-1300 წელი კაი დიდი დროა ცივილიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, დიდი ეპოქაა ხო რა თქმა უნდა, ხა მე რომ ამბობ 19 საუკუნიდან შარლემანის ეპოქიდან შეგვიძლია ვილაპარაკოთ ევროპაზე როგორც გარკვეულ სტრუქტურაზე, თორე ის 400 წელი ხუმუსია ყალიბდება. აი რაც რუსეთში მაგალითად ხო სადღაც მე-9 საუკუნიდან მე ეს მონღოლები რაღაცა და შეგვიძლია უკვე ლაპარაკი მე-17 საუკუნიდან რაღაც სისტემაზე, ხო? რომელიც მე პეტრემ ეგრევე ის ქნა რა ქვია დააპგრეიდა გარკვეული ხო სისტემაში რომ მოიყვანა უკვე ხო ამას სისტემა შექმნა ხო ხო და აი ხელ ჩვენ რასაც უყურებთ ისე ვამბობ აი შესაძლებელი თუ არა მე არ გამოვიცავ რომ ტრამპი შეიძლება არის რაღაც ისეთი პირველი ბლინკომამ რო იტყვიან შეიძლება შემდეგმა ფიგურამ ივარგოს მაგრამ აშკარაა რომ ჩვენ გადავდივართ რაღაც ძალიან დიდი პერიოდიდან სადაც ლიბერალური დემოკრატია მაინც წამყვანი ტრენდი იყო ხო გადავდივართ რაღაც ახალ პერიოდში რომელიც დაუკავშირდება ახალ ლეგიტიმაციას დაუკავშირდება რა მომენტია იცი მე ვერ წარმომიდგენია რა რომ 80 წლის კაცია აი ამ ხელა ცხოვრებისეული გამოსტილებით იმ დონემდე ინფანტილური იყოს რომ იყოს მართული ჭანჭიკი აი ამ დიდ პროცესში და თუ ის აცნობიერებს რომ არის მოდი დავარქვათ პირობითად demolition man და არღვევს ყველა სისტემას ანუ შაყიროს და შარჟოს პერლ ჰარბორზე რასაც მე უამრავი რამ მოყვა ხო ნეგატიური ამბობს იმაზე რომ დაუშვათ ეხა ვიდეოები იდება 45-47 წლის წინანდელი რას ფიქრობდა ახლო აღმოსავლეთზე და ირანზე რომ თურმე შეიძლებოდა რომ იგი პრეზიდენტი ყოფილიყო იგი შეიჭრებოდა და ირანს ჯერ კიდევ როდის გაამონებდა ხო გახსოვს ახალი მოხდარი იყო რევოლუცია ირანში და ნუ მოკლედ ამისთვის ეს მიუღებელი ფორმა იყო და აი 2026 წელი და ვხედავთ იმას რასაც ვხედავთ რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში და ჩვენ ერთ-ერთ წინა საუბარზე შენ თქვი რომ ირანს ციკლურად ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მე ესე ვიტყვი შენ უფრო კარგად განმარტავ არ უწერია დაშლა იმიტომ რომ ეს მისი ფაზა ეს ირანის დაშლის ფაზა არის მაშინ ამერიკა და ისრაელის სიტუაცია რა იქნება ხდები რა კონტექსტში ვამბობ რომ გავშალოთ რა ზუმაუთი რო გავაკეთოთ და ამერიკა მიდის თავის კუთვნილ ტერიტორიაზე თავის იმპატიურ პრეზიდენტი თუ ვინც იქნება რა მნიშვნელობა აქვს და რჩება უპატრონო ევროპა და უპატრონო ახლო აღმოსავლეთი მოდი ესე ვთქვათ ახლო აღმოსავლეთი ხმამაღალი თქომია არაბეთის ნახევარკუნძული და ისრაელი ნუ მე რა მგონია საბოლოოდ როგორც ჩანს პროცესი მე ეს რასაც ახლა ვხედავ მიდის იქითკე რომ ხდება ამერიკის მექსიკად ქცევა ინგლისურენოვანი მექსიკა ანუ მე მგონია რომ მისი მომავალი არის არა დაშლა შტატებად და რაღაც იმიტომ რომ ესე არ არის შექმნილი ამერიკა რომ ეს არის მატრიცა გარკვეულაზე და ასე რომ მე წარმომიდგენია რომ ის გახდება რეგიონული სახელმწიფო არა საბოლოოდ დატოვებს ამ ახლო აღმოსავლეთს ეძახიან ნუ მოხდება მონარქიების სერიოზული ტრანსფორმირება
ძალიან სერიოზული ტრანსფორმირება მოხდება. მე მგონია რომ ირანის ხვედრითი შენ ახსენე რომ შეიძლება ირანის გავლენაც კი დაჭირდეს და ფარსის სწავლაც. მე ხო არ არის გამორიცხული, მეცაც გეტყვი, მე მგონია რომ საერთოდ ირანის როლი ძალიან გაიზრდება რეგიონში. ამ თელ ამ რეგიონში. ისრაელი, ну, აი ეგ საკუთრებული საკითხია, როგორც ექსკლავი. ებრაელი ერს საუკუნეების მანძილზე ქონია რამდენიმე სახელმწიფო. ერთი იყო აი დავითის და სოლომონის. ну ჰეროდეს მე გარკვეული აზრით აი რაღაცნაირი არაბულ-ებრაული სახელმწიფო იყო აი ეს ესპანური ხალიფატი ებრაელებმა მის შექმნაში დიდი მონაწილეობა მიიღეს როდესაც მავრებმა დაიკავეს ესპანეთის დიდი ტერიტორია 24 ქალაქის გუბერნატორი ებრაელი გახდა მადლობის მე-19 საუკუნეში დაბოლდევნიან არაბებს და ებრაელებს შაბთაიცევე არის გამოძახილი სწორედ ამისი ჩემი აზრით აი ეს მესიანური ისტორია მე შეეცადნენ ასიმილაციას ეს ასიმილაციაც ჰიტლერმა და გერმანულმა ნაციზმმა შეუძლებელი გახადა და შეიქმნა ებრაული სახელმწიფო ისრაელი როგორც ებრაელი თუმცა ეს არის ებრაელების ნაწილი ორთოდოქსი ებრაელებს რომლებიც მას არ აღიარებენ იმიტომ რომ მაშიახმა უნდა აღადგინოს პავლე მოციქული რომელთა მიმართ ეპისტოლეში გვეუბნება რომ ნატამალი ისრაელისზე გადარჩება რაც ნიშნავს რომ აი ეს ნატამალი გახდება ქრისტიანი სხვაჩვენეს ეს რომ ნატამალი გახდება ქრისტიანი ეს არის მეორე მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი ჯერ ეს ნიშანი არ არის აქედან გამომდინარე შეიძლება ებრაული სახელმწიფო დროებით ისრაელი როგორც სახელმწიფო შეიძლება მოხდეს მის დემონტაჟი მაგრამ ებრაელი ხალხი გააგრძელებს არსებობას დროსა და სიკვდილში იმიტომ რომ როგორც მანამდე იყო ხო 50 ჩეული ერი ეს ქრისტიანულ ბოლსიდან არა მარტო ებრაული ქრისტიანულ ბოლსიდან შეული ეს შეულობა არსად არ წასულა და უფალი იზრუნებს იმისათვის რომ ებრაელი ხალხი შენარჩუნდეს და ჩვენც ქრისტიანებიც მივიღებთ ამაში მონაწილეობას აუცილებლად არ დაუშვებთ რომ რაღაც იყოს რაღაც ტალღა ანტისემიტიზმის ტალღა რომელიც აქედან გამომდინარე ისრაელის სახელმწიფოს დემონტაჟი არ ნიშნავს ებრაული ისტორიის დასასრულს არავითარ შემთხვევაში და აი ეს აი ხო აი ეგ მინდოდა რომ შენ გაგემარტა რა მე მქონდა მაგაზე ვარდობა შენ კარგად და აი იმ ებრაელებს აი ვინც სიფარდები არიან ეს აშკენაზები დაბრუნდნენ ხტები ესენი ხო სხვა წარმოდგენები ისრაელის ისტორიაში ყოფილი მოდი ესე ვიტყვი ისრაელის ანუ ებრაელი ხალხის ისტორიაში ყოფილა მომენტები ფარისევლები სადუკევლები სადღაც ტაძარი რომ დაინგრა სადუკევლები გაქრნენ იმიტომ რომ ეს იყო ტაძრის არისტოკრატია ტაძრის მომსახურე პერსონალი თქვა და ტაძარი დაინგრა სადუკევლები გაქრნენ აი ასევე შეერწყებიან სხვადასხვა ხალხს და გაქრებიან ესეთი სეკულარული ებრაელები მაგრამ რელიგიური ებრაელები ორთოდოქსები დარჩებიან აი ეგ კითხე ზუსტად ხო მე სიფარდები და აშკენაზები მიმაჩნია სეკულარული ებრაელები ეს დაყოფა შაბათის არ ცხოვრობს შაბათს ვინც ეს დაყოფა პირობითია და ამას თავი დავანებოთ ეს იგი გერმანელი ებრაელები და ესპანელი ებრაელები ხო აქ თავი არის სხვა რაღაცა ეს იგი ებრაელი იუდეველი რომელიც ცხოვრობს მაშიახის მოლოდინით და შაბათით და ებრაელი რომელიც არის სეკულარული აი მე მგონია რომ მე მგონია რომ დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ასეთია წინასწარმეტყველება ნატამალი ისრაელისა გადარჩება და გადარჩება და იქნება მეორედ მოსვლამდე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე რომელიც არ ვიცით როდის იქნება როგორც ქურდი ღამეში და მისი მოახლოებაც შეუძლებელია ამ დღის და მასზე მისი დავიწყებაც არ შეიძლება იმიტომ რომ ეს ნიშნავს სულიერების დავიწყებას და არც გამოთვლა შეიძლება და არც დაჩქარება იმიტომ რომ ეს ადამიანის ძალაზე არ არის დამოკიდებული თუმცა შესაძლებელია
თუმცა შესაძლებელია ანტიქრისტეს მოსვლის შეკავება. ანტიქრისტეს პერიოდი რა არის? როდესაც მაქსიმალურად არის ცოდვა გამეფებული. და მაშინ შეკავებას რა აზრი აქვს თუ ჩვენ უნდა მივყვეთ? შეკავება ნიშნავს იმას, შენ თუ იცავ ქრისტიანულ ცხოვრობ, უკვე აკავებ მას. გასაგებია. ანტიქრისტეს ფაქტობრივად ეს საკმაოდ რთული დიალექტიკაა, რას ნიშნავს როდის მოდის ჩვენი უფალი, მოდის მაშინ, ეს არის სტოპკრანი, ეს არ არის ეს არ არის როგორც ჰეგელს ეგონა ისტორიის ლოგიკური დასასრული. უფალი ჩვენი მოდის მაშინ, როდესაც არის ტოტალური დევნა ყველა ქრისტიანის და ყველა მართალი ადამიანის. ეს რაც წერია პირდაპირ გამოცხადებაში. ეხლა მე სიტყეში არა, დროდადრო არის კითხვა დავსვი. დროდადრო არის ეს მომენტები, მაგრამ ეხლა ესე არ არის რა, აი ამ წუთას ეხლა კი იდევნება ქრისტიანობა უკრაინაში, იდევნება ქრისტიანობა სირიაში, ნიგერიაში, ნიკარაგუაში არის დევნის მომენტები, მაგრამ თემ სოფლოში ტოტალური დევნა არ არის და ერთ-ერთი ნიშანი არის სწორედ რომ ქრისტიანული ჭეშმარიტებები უნდა იყოს უარყოფილი. რაღაც მომენტში ძალიან მიუახლოვდით. მე ესე ვიტყოდი, აი ობამის პერიოდში. როდესაც ობამამ როგორც მსოფლიოს იმპერატორმა მოგვიწოდა, რომ მე თქვენ ძველი კულტურები არ მაინტერესებს და თავარი LGBT უნდა იყოსო, აი ძალიან ახლოს ვიყავით მაშინ. და მე რომ ბაიდენმა რო განაგრძო იგივე რა. ბაიდენმა განაგრძო იგივე, მაგრამ ამასობაში დაიწყო ომი, ამ ომმა უკრაინის ომს გულისხმობდა და ბევრი რამე არია, ხო? მერე ეს მეორე ომი და ხანდახან აი ღმერთი უშვებს იმას, რომ იყოს ომი, რომ არ გამეფდეს ტოტალური ფარისეულობა და ქრისტიანობის ტოტალური ჩანაცვლება რაღაც სხვა რელიგიური ერთზაცით, როგორც არის LGBT როგორც რელიგია. ანუ ამ ომსაც თავის დანიშნულება აქვს, ხო? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელა მსხვერპლია და ამ ხელა ტრაგედია. და ანუ მე იმის ხმა კი არ მინდა რომ ეს სოციობის გამო მოგველი. არა, გასაგებია. უნდა კერა რომ ამ ლოგიკის უბრალოდ აქ ნორმა მომენტია. მე მგონია რომ ეს პირიქით რაღაცას აჩერებს. კი ბატონო. კი რა ჩქარებს, ზუსტად აჩერებს. ანელებს, კი ბატონო. ანელებს. და ოღონდ რაღაცას აჩქარებს. რაღაცას ანელებს. ესე ვიტყოდი. ჩვენ წინა პოდკასტში ესეთი რუსაუბროთ, ესეთი კითხვა დასვი, რომ ისე რა ქვია, ქართული ოპოზიცია, რომელიც ლიბერალურ პლატფორმაზე დგას, ირონიით თქვი, რომ როგორ შეიძლება და ტრამპის ნათქვამის წინააღმდეგ წასვლა. ხო. ახსოვს რაღაც ასეთი რამე თქვი და ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის პრეზიდენტი, ხო? მე ეგეთი ისამაგრო, ბუშის კუჩა კი არ დავარქვათ. დავარქვათ ამერიკის პრეზიდენტის და ვცვალოთ ხოლმე გარდამავალი გავხარ. პრეზიდენტის და მიხედვით. რომელი პრეზიდენტი იმის ამერიკის პრეზიდენტის 49 აი ესე ბინჯო კარგი იდეა, ხო? და ეხლა რა მაინტერესებს, იცი რომ შენ როგორ ატყობ მაგ ეხლა დიდი ხანია არ ყოფილა, ბუნებრივია, კავშირი მაქვს როგორც შენთან, ასე უამრავ ჩემ ახლობელთან, მეგობართან და ასე ვთქვათ, ვიცი რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ როგორც მე და შენ ვიცით, რომ აქ რომ პირობითად ტყვია გავარდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდა დაპირისპირება რაფორმებს მიიღებს, ეს მე და შენ ვიცით, იმიტომ რომ ნაცხოვრები გვაქვს და ვიცით რა როგორი ანტაგონიზმი არის ფენებს შორის, მოდი ესე ვთქვათ, ეხა და თუნდაც რასობრივი დავარქვათ, აღარც იმალება უკვე, ხო? საშინელი რასობრივი და საშინელება მოხდება, წარმომიდგინე, აქ ისეთი რამე მოხდება, რომ არ ვიცი, ნებისმიერი სამოქალაქო ომი ახლოსაც ვერ მოვა. მაგრამ ეხლა მე მაინტერესებს, აი საქართველოში ეს ცვლილებები, რაც გლობალურად ხდება. ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება და ის წარმოუდგენლად ის 5 დღე, რაც თელმსოფლიომ დაინახა.
შენ აი ამ დიდ სოფლიო კონტექსტში საქართველოს როგორ ხედავ, როგორ აფასებ? აა იგივე თუნდაც ის რომ ამხელა გამოწვევებია და გამოწვევები რო არ თავდება მიხედვით იმისა იცვლება თუ არა ამერიკაში პრეზიდენტი არ იცვლება რუბიოს და კობახიძის საუბარი რომელიც აი რაღაც აი რას ფიქრობ ამაზე არა ნუ ახლა რუბიოსა და კობახიძის საუბარი ეს ზუსტად იმის ნიშანია რომ დაალაგებულია ურთიერთობა მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რამდენად ახლა შენ რას თქვი ისე მინდა დავუბრუნდე ემანუელ ტოდს რომელიც გამოყოფს ამ რელიგიის ფუნქციონირების ასე ვთქვათ სამ ეტაპს ერთი ცოცხალი რელიგია ზომბი რელიგია და მესამე უკვე ნულოვანი რელიგია ნულოვანი მორალით მე მგონია რომ ჩვენთან საქართველოში გარკვეული არის შეიძლება ვთქვათ რომ ეს არის აი რაღაც ისეთი მომენტია მე დაუძახებდი ამას რელიგია რომელიც ასრულებს თან ნაციონალური იდენტობის როლს და ამ აზრით აი ეს 5 დღე სწორედ ამის გამოხატულება იყო ჯენზე ეს არის ნულოვანი რელიგია ნულოვანი მორალით ამას იმაზრით კი არა ეს პიროვნული შეურაცხყოფის არამედ უბრალოდ აი ამ იდენტობასთან არაფერი კავშირი მას არ აქვს. ნუ ეხლა იცი რა პერსონალურ ინდივიდუალურ პოზიციაზე შეიძლება მას დაუპირისპირდე დაუშვათ აი მაგალითად არსებობს პიროვნული თავისუფლება ხო და პიროვნული დონიდან შეიძლება მას დაუპირისპირდე და უპირისპირდებიან კიდეც ხო რომ აი ეს ხალხი ცხوارია და ნუ მე არ ვიბღავლებ 5 დღე როგორ ხალხი ბღავის ეს კიდევ უფრო კარგად გამოხატავს იმას რომ რუსთაველზე ხდება მე ესე ვიტყოდი რეპრეზენტაცია ამ ჯენზის როგორც ნულოვანი რელიგიისა და ნულოვანი მორალის მატარებლისა ხო და ეს რაღაც გარკვეული ის არის რა ესეთი მომენტია რა არის შენი მომავალი თუ დაუშვათ თუ ყველაფერი ისე წარიმართება როგორც წარიმართა დასავლეთში აი მართლა საკითხი ვარ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი თუ არა ვარ თუ ვარ მაშინ აი რაღაცნაირად ესე მიდის ყველაფერი თუ არა ვარ მაშინ ჯერ კიდე შეიძლება ვარ რაღაცა პროცესები როდესაც აი მე ესე ვიტყოდი რომ ჯერჯერობით შინაგანად აი რაც ახლა მოხდა, ბევრი ამის ეს არის როგორც რეფერენდუმზე მეტი, კი ბატონო, აი გოგახაენ რა მარაჩველები მაგალითად მოიყვანა, ახლა მე ვხედავ ის 100,000 მოწამე როგორ იყო. და აბსოლუტურად მართლა ესე ხდება. ვარ რაღაცა მომენტი, როდესაც გიჩვენია მოკვდე ვინმე აი პატრიარქზე თქვა რუსებს ამდენ რაღაც აუგი ხო. ნამირუი смерть красна. სიკვდილი ლამაზიაო ეს საჯარო ცხოვრებაში სიკვდილიც ლამაზია თუ ეს რაღაცას ემსახურება, გაიგე? ხო და ასე რომ ეს რა თქმა უნდა გარკვეული ახლა წავიდგინე ორი ამხელაუნი მიდის და შენ სოფლიო ჰედლაინებში ხვდები ამით, ხო? რაღაცა ახლა ნუ არის ამაში რაღაც ისეთი, ხო? ნუ ვიღაცისთვის ეს თქვენს მღაველია. თუმცა ყველა საინტერესო იყო რომ ყველა აღნიშნავდა ეს TikTok-ებშიც რომ ამდენი ხალხია და როგორი სიჩუმე დგასო. ხო? ეს იყო აქ რაღაც ეს საკრალური მომენტი. მაგრამ ვიღაცას თავის საკრალური აქვს, ვიღაცთვის საკრალური არის პატრიარქი, ვიღაცთვის საკრალური არის სტაფილო. ხო? როგორც ამობდა მარსელ პრუსტი, პასკალის ერთი აბზაციდან შეიძლება ისეთივე სულიერი გამოცდილება ამოიღო, როგორც საპნის რეკლამიდანო. მისტიკურ ძალიან სერიოზული მართლაც ძალიან გვარდება. ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს შენი სულიერი ცხოვრების დასაწყისი. ანუ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სტაბილო, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს გარდაცვალება. ხო, იმიტომ რომ აი ამ
არეულ, გადარეულ უпростоრად სამყაროში და ჩვენ სამეზობლოში მიმდინარე სიტუაციაში გინდა დასავლეთით და გინდა სამხრეთით, ხო? არიან გოგო ბიჭები, ჩვენი შვილები, შვილიშვილები, ნაწილი მათი მშობლების, ვინც მიუხედავად ამ ყველაფრისა, აი იმ ყველაფრისა, რაც უბრალოდ ტელევიზიითაც კი კარგად ჩანს და შენს ქალაქში 5 დღე მიმდინარეობდა. და მე უცებ ხედავ, რომ რაღაც 497 დღე, 498 დღე. ხო. კიდევ მიხვდი ხო ჩემი კითხვა ეს რა იყო? იმიტომ რომ შეიძლება რიტორიკაც არის უკვე რა. იმიტომ რომ ამას ხანდახან ვფიქრობ, რომ ამას რაციონალური ახსნაც არ აქვს. იმიტომ რომ მე არ ვიცი ამ ყველაფრის ფული ტყიდვას თუ შეიძლება. არა, მეორე მხრივ რა არის, იცი რომ მეორე მხრივ კაცო მართლა დემოკრატიაა რა. არა, მე თან უკნას რომ ვინმე სიტყვის კარგია მაგას ხო არავინ ამათ არ ცემს, არავინ არ უთქვამს, ესენიც არ დაიფაროს ხო ჩვენი შვილები და შვილიშვილები არიან. არა, ესენიც არაფერს არ წვავენ, რა ვიცი, ჯერ. ხო და ხო, ნუ ის მცდელობა რაც იყო, ხო, ხა როგორც უმრავლესობა შეუძლია გავახო ისე ამათ შეუძლიათ რაღაც ტერაქტის გაკეთება, ხო? ეხლა მე ეხლა ამას ვამბობ როგორც კარკოს შესაძლებლობას, ეხლა ძალიან რთულ სამყაროში ვცხოვრობთ, ხო? ხო და ამიტომ ეხლა უშიშროება უნდა იყოს ფრთხილად ნებისმიერ შემთხვევაში. ხო გისმის რას ვამბობ? ზუსტად. თავში ვის რა მოუვა, მეორე მხარეა რომ აი ადგედა რუსეთში ხდება პრევენციულად ყველა დაიჭირო და ტელეგრამი გამორთო და ინტერნეტზე გამორთო ეხლა, კი? დავუშვათ ხო? ხო და ესეც ფორმაა, მაგრამ არ მე ძალიან კარგად ვიცი ეხლა რატო რუსი და რუსეთი ხო რატო? იმიტომ რომ ეხლა როდესაც ჩვენ იწყებ თამაშს ანუ რაციონალისტი ხარ მაშინ ხო ჩვენ ხო თამაშობთ როგორც იქნა დაუბრუნდით საქართველოს ისტორიას როცა თამაშობდით ხო თელი ბიზანტიასთანაც მერეც ხო ძალებისთან პარადიგმაში ისევ გავიჩიტეთ აი ამ ჩვენს პარადიგმაში ხო და ნუ ისინი მორწმუნეები არიან აი როგორც მოკლედ როგორც იმას წამს რა ქვია მეხუთე დღის ადვენტის წამს რომ მეხუთე დღეს მოვა ქრისტე ისე ამას წამს რომ უნდა მოკვდე ამერიკის კონსტიტუციისთვის ნუ ანე მაკრონის ევროპის კონსტიტუციისთვის მაინც უნდა მოკვდე და სიცოცხლეა თავზე რომ არ გაწვევს ბომბები ნუ ამას ესე წამს არა ვიღაც ამაში პულს იღებს არა ვიღაცას ხო მართლა ჯერა ვიღაცას ხო მართლა ჯერა რომ ეგეთიხე ვიღაცა ფულით არის მაგრამ ხალხი ხო არის რომ ახლა იდეით არის ისე ვიმეორებ ვიღაცის რელიგია ხო არის აი მიშელ ტურნეს არჩეულებული რომანი ბალსაზარი მელქიორ კასპარსაც სოდომი არის წარმოდგენილი როგორც მიღმური ქვეყანა რომელსაც ყველაფერს დასცენა და ყველაფერი ამოყირავებულია ანუ ვიღაცის რელიგია ეს არის კაიგე ბალი პირობითად გესმის ისეთივე მორწმუნეა ეს ჯენზი არა მე ვიტყოდი ქრისტიანი მაინც ესეთი მორწმუნე არ არის ქრისტიანს მაინც ეჭვები ეხრო მან შეიძლება რაღაცა არ არსებობს და იმას არ აქვს ხო ეს ფანატიზმში გადასულია და ხო ნუ ეხლა ქრისტიანი როგორია ხო ესე იგი შენ ვერ აიძულებ რწმენას იმიტომ რომ შენში მუდმივად არის ეს მომენტი ხო და იმას ჯერა ნუ ხო ქრისტიანობა როგორ არის ესეთი ნებაყოფლობი და მე გააზრებით ხდება ხო იმიტომ რომ სხვანაირად ერთი როგორ უნდა შემოვიწყოს შიგნით გაქეს უწმუნობის მომენტი ვაი თუ არ არსებობს და იმას ვერ წარმოუდგენ ის ხედავს ამ ამერიკას კაცო უხილავი ღმერთი კი არ არის ხილული ღმერთია და ხედავს რომ კარგია და რუსეთი ცუდია ამერიკა კარგია და შენ რომ დაუწყო ლაპარაკი რომ აი იცი რა არის ყველას აი რაღაცნაირად ეს არის x ეს არის y ჩვენ ამათ შორის უნდა გავუძრეთ ეს უკვე არის ერესი გესმის ხო მაგრამ კარგია უკვე კითხვის ნიშნები ხო ჩდება ხო მაგრამ რა არის მთავარი მომენტი რა არის რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის ინტეგრირებული და მას ესმის ეს აი ჩვენ რაზეც ვაპარაკობთ ეს ფიქრობს უდიდესი ნაწილი ამიტომ ამ ეტაპზე გამოუძრებით სიტუაციიდან მე ვნახოთ
მე რო მე მაინც გონია რომ ის რა ქვია მე გადაგვარჩენს ღვთისმშობლის უხოთ ქვეყანაა საქართველო და თუ ეხლა ძალიან თავზე არ დავიმხობთ რაღაცებს ხო თუ ჯენზი არ მოიმართებს კრიტიკულად ესეთი ხალხი აი სანამ სასაცილოა კარგია და იყოს ამდენი და ასეთი ეს იქნება ნიშანი როცა აღარ იქნება სასაცილო ხო აი ნიშანი იქნება როცა აღარ იქნება სასაცილო და თავში ხელის უნდა ღმერთად აგვიფაროს ამისგან ხო და ის 5 დღე რაც მე ნახე და აქიდან ხო იცი შორიდან არა ხო არა ვიღაცებმა თქვენსო კაცო ახლა მარტო კოცები კი არ ეკვნენ ხო პირით კიდე უკეთესი ეგ უნდა მეტო ანუ რეალურად უფრო მეტია კარგი ტიპი ხო ვინც ელემენტარულად აი იმ პროცესია შეუერთდა და ის გაიზიარა ეხა ის ვერ იქნება ავაზაკი და twin გადაბრუნებული ის ადამიანია და ქართველია რა დამთავრებული ამბავია პოლიტიკური არა ხო ეს ძალიან კარგია ქართველი რო თქვი რომ რამდენი არა ქართველი ის ქართველია კი ბატონო ხო რამდენი იყო რა ქვია აზერბაიჯანელი სომეხი ქურთი რომელიც არის როგორც ქართველი იმიტომ რომ ეს განცდა აქვს ქართველი რა არის აი ვისაც აქვს ეს განცდა ხო ეგ გაიზიარა ეს ხო რა თქმა უნდა ხო და მე ძალიან მოხარული ვარ რომ აი ამ ეს დღე რომ იყო და შენ იცი როცა საკუთარ სამშობლო შორიდან უყურებ ქონიე გამოცდილება და ბევრად ძაფრად აღიქვა და უფრო ემოციურად და ძალიან მიხარია მიხედვით იმისა რომ მე ხა მცირედ მორწმუნე ვარ და ესე თქო არა ეკლესიურად ცხოვრობ მაგრამ ეს ჩემი შიგთავსია როგორც ყველა ქართველის და აქედან კიდე უფრო დრამატულად კარგად ჩანდა ეს ყველაფერი და აღმატებული ფორმა ქონდა ამ ყველაფერს და ძალიან მიხარია ზაზა ჩემ ბატონო ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრის დიდი მადლობა მიხარია რომ ეს საუბარი შედგა და ჩვენ რაღაცა ინტენსივობით ხვდებით და რომ მომწიფდება და ესეთი სუყეთემები რო ჩდება და ანალიზს რომ მოითხოვს ზუსტად მე მიხარია რომ შენაკეთებ ამ ანალიზს ჩემს არხზე და მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ და დიდი მადლობა ასე მოხარული ვიქნები და მოხარული ვარ უკვე რომ ესე კარგად მიდის მოკლედ ჩვენი ურთიერთობა და ზოგადად ქვეყნის ამბები რა იმიტომ რომ სიმართლე გითხრა აქედან მე უკვე ეჭვმეპარებოდა გამოძრებოდი თუ არა რა და უკვე გამოძვერეთ ხო და ზუსტად აი ამ პოზიტიურ ნოტაზე დროებით გემშვიდობები შენ წარმატებებს გისურვებ ჩვენ ქვეყანას წარმატებებს ვისურვებ და რა ვიცი დროებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და აბა პატივცემულო მაყურებლებო ვინც ამ ვიდეოს თვალი ადევნეთ გთხოვთ გააზიარეთ კარგ საქმეს გააკეთებთ და ამიჯერეთ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ